გამარჯობა. ჩემი მუდმივი მაყურებლები და არა მუდმივებიც ყველაზე ხშირად უყურებენ ორ ვიდეოს. ეს სტატისტიკის მიხედვით ეს გახლავთ ვიდეოები ხმამლის შესახებ. მე ძალიან კარგად მესმის თუ რით არის გამოწვეული ეს დაინტერესება. იმიტომ რომ მეც თავის დროზე მონუსხული ვიყავი და პრინციპში ახლაც ვარ ამ უცნაური მთით, მისი სილამაზით, მისი იდუმალებით, მისი განლაგებით, მასთან დაკავშირებული ლეგენდებით და მითებით. მე ხმამლი პირველად ნახე, ალბათ მანამდე ნანახი მქონდა, მაგრამ აი ესე შევხედე სხვა თვალით 1999 წლის 1 აპრილს, როდესაც ამოვედით სოფელ დერჩში, ჩვენს მეგობართან, გურამ გაბიძაშვილთან, რომელიც დერჩელი იყო თვითონ წარმოშობით და შეყვარებული იყო ამ მთაზე. დილით რო გავიღვიძეთ და შევხედეთ, მართლაც საოცარი სანახაობა იყო და მას მერე ამ მთასთან მე ბევრი რამ მაკავშირებს. მაკავშირებს ისევ გურამ გაბიძაშვილის გამოისობით, იმიტომ რომ გურამი გახლდათ არქეოლოგი, ცხოვრების ბოლო პერიოდი მან მიუძღვნა ხმამლის მთის კვლევას. მან ამ პერიოდში ძალიან საინტერესო კვლევები ჩაატარა, რომ არა 2010 წელს მისი უეცარი გარდაცვალება, რომელიც ელდა იყო ჩვენთვისაც, მისი მეგობრებისთვისაც და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გურამს იცნობდა და მის ნაშრომებს იცნობდა არქეოლოგიაში. ეს ზუსტად 15 წლის წინ მოხდა, მას შემდეგ ძალიან ბევრი დრო გავიდა. წელს სექტემბერში, როდესაც მე თბილისში ვიყავი, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე განძი, რომელიც მე უკვე დაკარგული მეგონა, ეს გახლავთ ჩემს მიერ 2002-დან დაახლოებით 2011-12 წლამდე გადაღებული კასეტები, ვიდეო კასეტები, ეს გახლავთ mini DV-ის ფორმატი, ეგრეთ წოდებული, ეს არის ციფრულად ითვლება ეს ფირები და მასზე არის ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო მასალა. აქ არის თალიში, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რა თქმა უნდა, ტირალას ეროვნული პარკის კადრები და მისი გახსნა, აქვე არის თუშეთი, ყაზბეგი, რა ვიცი, უამრავი ჩემს მიერ გადაღებული კადრი, ალბათ ძალიან საინტერესო და მათ შორის აღმოჩნდა ორი განძი. ეს არის ნამდვილი განძი ჩემთვის, იმიტომ რომ ეს გახლავთ აი ეს ორი კასეტა, არ ვიცი ხედავთ თუ არა წერია მასზე. ეს არის ხმამლი 2006 წელი. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის რაც ამ კასეტებზეა შენარჩუნებულია და შეიძლება მათი გამოყენება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მაგნიტურ ლენზს ახასიათებს ძალიან ცუდი თვისება, იგი დროთა განმავლობაში განმუხტვა ხდება მისი გამოსახულება ფუჭდება, ჯერ მერე უჩნდება დეფექტები და ბოლოს საბოლოოდ ქრება საერთოდ. ამიტომ ვისაც გაქვთ ჯერ კიდევ შემორჩენილი კასეტები, მე გირჩევთ რომ ისინი გააციფროთ, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში უბრალოდ ისინი დაკარგავენ გამოსახულებას და გული დაგწყდებათ. აი ამ ესეთ 1 საათიანი კასეტების გაციფრება ჰამბურგში მე გავიკითხე და 25-დან 30 ევრომდე ჯდება, ძალიან ძვირია. არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ მინდა ვნახო არის თუ არა ზედ გამოსახულება შერჩენილი და ამის შემდეგ აუცილებლად რაც არ უნდა დამიჯდეს, ისინი უნდა გავაციფრო, იმიტომ რომ მასზე იქნება ის უნიკალური კადრები, რომლებიც ახლა უკვე უნიკალური, მაშინ არ თვლი ადამიანი, როდესაც იღებ რომ უნიკალურია და ხშირად როდესაც კასეტები მაშინ საკმაოდ ძვირი ღირდა, ხშირად ზემოდან ვაწერდით ხოლმე 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, მეც უკვე ვეღარ უძლებდა და ამიტომ ძალიან ბევრი მასალა იკარგებოდა. მაშინ არ იყო საშუალება იმის, რომ დიდი ტევადობის ესეთი დისკები არ არსებობდა, რომელზეც შეგეძლო შეგენახა ყველა კადრი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ეს დავიმახსოვროთ და გავითვალისწინოთ, ყველა კადრი აბსოლუტურად, თუნდაც ეს გაფუჭებული კადრი იყოს, რასაც ჩვენ ვიღებთ, გავაწლები და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი გახდება. დღეს მე შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს ჩემს მეგობართან და ჩვენ საერთო მეგობართან, გურამის
საქმის გამგრძელებელთან დავით სულხანიშვილთან, რომელიც გახლავთ ახლა უკვე ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ახლა კი არა, წლებია. დავითის გარდა ინტერვიუში მონაწილეობას იღებენ მისი ექსპედიციის წევრები, ძალიან საინტერესო ხალხი, უსაინტერესოესი და თვითონ ინტერვიუც ძალიან საინტერესო გამოვიდა, აუცილებლად ნახეთ. მე 2 დღის განმავლობაში ვიღებდი ამ ინტერვიუს, ამიტომ არის 2 განსხვავებული ადგილი და მე ვაპირებ კიდე მესამე ნაწილის ჩაწერას, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რამ დაგვრჩა კიდევ სალაპარაკო. ამიტომ გირჩევთ რომ ნახოთ ვიდეო ბოლომდე, ამის შემდეგ დაწეროთ კომენტარები, თუ მოგეწონებათ იგი მოიწონოთ, რა თქმა უნდა და გადააზიაროთ სოციალურ ქსელებში, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს ისინი. ხოლო აი ამ კადრების მიხედვით მე ასე მახსოვს, აი ამ კადრების მიხედვით მე მაქვს შექმნილი პატარა რამდენ 2 თუ 3 წუთიანი კლიპი, სამწუხაროდ მასზე მაქვს დადებული რაღაც უაზრო მუსიკა და დაკარგული არის ის ორიგინალური ხმები, რომლებიც თან ახლდა ამ კადრებს. ეს კლიპი გადაღებული იყო იმისთვის, რომ გვეჩვენებია სხვადასხვა ადამიანებისთვის, რომლებსაც თანხა ჰქონდათ და შეეძლოთ ამ ექსპედიციების დაფინანსება. სამწუხაროდ ამ ამბიდან არაფერი გამოვიდა, მაგრამ კადრები დარჩა. ყოველ შემთხვევაში ის კადრები მაინც დარჩა და მათი გაფართოებული ვერსია აქ არის და ისე ვიმეორებ, თუ მე თანხა მეყო, თუ მე თუ რაც თავარია ზედა არის შენარჩუნებული გამოსახულება, რა თქმა უნდა, მე ამას გავაციფრებ და შემდეგ შეიძლება უცვლელი სახით შემოგთავაზოთ იმდენად საინტერესო რამეები იქნება ზედ. მე ას დარწმუნებული ვარ. ამიტომ მე ვიდეოს დავიწყებ აი ამ მასალების მიხედვით გადაღებული კლიპით, უკვე შემდეგ შემოგთავაზებთ ამ ვიდეოს შემდეგ დაიწყება ინტერვიუ დავით სულხანიშვილთან, ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელთან. მე კი ამით გემშვიდობებით, მაგრამ ძალიან მალე დაგიბრუნდებით და კვლავ, რა თქმა უნდა, საინტერესო მასალებით. აბა ჩაუვიჯდეთ ვიდეოს.
დღე თანდათან მოკლდება. ზამთარი ძალას იგრებს. მაგრამ წინ ცივი ზამთრის ყველაზე თბილი დღესასწაულებია. დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დღესასწაულებს საქართველოს გარეთ ხვდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშობლოდან გაგზავნილი საჩუქარი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ წამოიწყეს პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულა ტკბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიკა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და, რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ეს ყველაფერი იმ ულამაზეს სუფრაზე შეგიძლიათ გაშალოთ, რომელზეც ქართული ანბანია ამოფარგული. იქვე დადეთ ხის სუნით გაჯერებული თბილისური ჩუქურთმებიანი აივნის სუვენირი და მენდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, ლამაზი, თბილი და ქართული საღამო გარანტირებული აქვს. ნაკრების შემადგენლობა მყიდველი სურვილის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ გამოიყენებთ ამ პრომო კოდს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, როგორც ჩემი ახის გამომწერები, მიიღებთ 7%-იან ფასდაკლებას. თუ ნაკრებს ამ პრომო კოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ და ახლავე აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. დღეს ჩვენ ძალიან უცნაური და საინტერესო ადგილიდან ვიწყებთ ინტერვიუს ჩაწერას ჩემს მეგობართან. მე ზოგადად ჩემი ინტერვიუების მიხედვით ალბათ თქვენ იცით, რომ მე ბედნიერება მაქვს, რომ უამრავი მეგობარი, ძალიან საინტერესო მეგობარი მყავდეს და მათ შორის დავით სულხანიშვილი, ხვამლის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, ჩვენ იმდენი რამ გვაქვს ერთად გავლილი, რომ იმაზე ალბათ ცალკე 3 ინტერვიუ ჩაიწეროს და კარგიც, უფრო მეტი კარგი, მაგრამ იყო რა თქმა უნდა ესეთი მომენტებიც, რომლებმაც ჩვენ ძალიან გული დაუწყვით და კერძოდ ის, რომ ხვამლის ექსპედიციის შესახებ მე მაქვს ერთ ფილმში საუბარი, ვიდეოში საუბარი და იცით თქვენ, რომ ჩვენი საერთო მეგობარი გურამ გავიძეშვილი გახლდათ სულის ჩამდგმელი სწორედ ხვამლის თავიდან შესწავლისა და ახლა დავითი აგრძელებს გურამის დაწყებულ საქმეს, ისინი კოლეგები იყვნენ და ძალიან ახლო მეგობრები. დავით, მე ძალიან მიხარია, რომ შენ ბოლოს და ბოლოს გამოგიჭირე. მოგესალმებით. დიდი ხანია გიჭერდა, დაგიჭირე ხვამლის წვერზე ხარ, ეხლა როგორც ვიცი, ხო რა რაღაცა ეგეთ ადგილზე ხარ. შენი ფეხი ხვამს კარგად აქვს დაცდილი. არაერთხელ ხარ შენ თავად ნამყოფი და ეხლა იმაშვებოდი რა, ველაპარაკებოდი ჩემს გუნდის წევრებს, რომ ჩემი და ვასიკოს აი ამ ინტერვიუს ხვამთან ურთიერთობის ჩვენი ბედი დაყვავასო. რამდენი ცდელობა ქონდა, ვიდრე ამოვაღწევდით და როგორც იქნა შედგა რა ეს კომუნიკაცია ხვამთანაც და შენთანაც. ჩვენ აქ ესეთი სტაციონარული გათხრები ხვამზე არ ყოფილა ჩვენამდე საერთოდ, თუმცა საკმაოდ ესე ცნობილ და დიდ ქართველებს ჰქონდათ სურვილი მარტო დიმიტრი ბაქრაძის, გიორგი ლომთათიძის და ბოლოს 6 თაყაიშვილის სახელები ეყოფა დასასახელებლად და 2015 წლიდან დაიწყო ხვამზე სტაციონარული გათხრები. თუმცა ლეჩხუმის არქეოლოგია თითოეულ მცდელობების გარდა გურამის გამოწყებულია. შენს ხარ და მეც ვარ გურამის სახლში დერჩი. არაერთი ზაფხული, არაერთი დღე, არაერთი რა ვიცი, თვე გაგვიტარებია ერთად ან ცალ-ცალკე და გურამი ბავშვობიდან მის სახლიდან პირდაპირ მოჩანს ხვამლის მასივი მთლიანად და ბავშვობის ოცნება იყო მისი ხვამლის შესწავლა. სტუდენტობიდან იწყებს მერე ლეჩხუმში სიარულს, შემდეგ უკვე სტუდენტობის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე აყალიბებს
ლეჩხუმის არქეოლოგიურ ექსპედიციას, არქეოლოგიურ კვლევის ცენტრთან და იქიდან 2010 წლამდე სამწუხაროდ 2010 წლის ივლისში გარდაიცვალა 27 ივლისს, აი იქამდე ჩვენ სულ ერთად ვიყავით ხვამზე. 15 წელი გავიდა. და კი, რასრაფად გარბის დრო. და რა ვიცი, რაღაცნაირად მგონია, რომ გურამის საქმის გამგრძელებელი ვარ და გურამი ცოცხალია და ჩვენს გვერდით არის რა, როცა ჩვენ აქ ვართ. უკეთ ეგეთი შეგრძნებები მაქვს. მისი ჩვენი სუფრები და ჩვენი საუბრები იწყებოდა და ხდებოდა ხმლით, ასე რომ ხო ფაქტიურად ხო საშაყიროთაც კი გქონდა ხოლმე, მაგრამ ნუ საბოლოოდ ხო რა, ხო შენ ხო გახსოვს ახლა მსგავსი იუმორის პატრონი მე საერთოდ ნაკლებად მეგულება რა. და ისტორიების მომყოლი. ხო, ისტორიების შემთხვეველი რაღაცა ეგეთი. როგორც ვიცი, შენ საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი ყავს დღეს და მე მაინტერესებს მე ნაცილს დაგანახებთ, აი. ხო, აი დავანახე, ხო. შეხედეთ. ძალიან ჩვენ საუბრობთ, ისინი მუშაობენ და ნაწილი კიდე აი ზემოთ. აჰა. ტრაპეზობას უძახიან. აჰა. ხო, მე შეიძლება მათაც გავესაუბროთ. თუ ეკნებათ. კი, რა თქმა უნდა. კი, აუცილებლად. წარმოგიდგენ ახლა სათითაოდ აქ ვიც არის, ახლა ზოგი გასულია, ახლა ვინც ეს ჩართვა ჩვენი ტექნიკური უზრუნველყო ოთარ გაბუნია, რომელიც არის შუმეროლოგი და საკმაოდ ესეთი კარგი შუმეროლოგი, ეს ახალგაზრდა ბიჭი ზურაბ კიგნაძის წიგნის რედაქტორია. გვერდით ქალბატონია ეს ღიმილიანი ქალბატონი ელისო ჭელიძია, რომელიც ტოპონიმიკაზე მუშაობს და საკმაოდ გვადგება მისი თან ლეჩხუმელია და ტოპონიმებით ვეძებთ ხვამლის გარშემო ადრეულ რაღაც ფესვებს. იქვე ხედავ ჯუღელ და ჯუღელ როგორც სახელია და მიშიკო გოლეთიანები, რომლებიც არიან შვენი ადგილობრივი მეგობრები და მათი მხარდაჭერის და მათი თანადგომის გარეშე აქ არაფერი არ გამოგვიდოდა ჩვენ. ორი ახალგაზრდა ახლა ცოტა იქით გავიდა და არაუშავ რა, ხედებით ტკბებიან. დავით, ახლა შენ ზუსტად რა ადგილას იმყოფები? სადაც ელიას ტაძარია იქ აი ახლა შევაბრუნებ და დაინახავ რა. კარიბჭესთან, ეგ ისა რა ქვია, ეკლესიის ტერიტორიაზე ვართ ეზოში. ეს ახლა ანანო და ნინო, ხო ესენი არ წარმოიდგენია, ხო? კარგად კიდე მოვატრიალებერ ხედავ. ანანო, კიკნა, ნინო პატარიძე, არქეოლოგი, აი, არქეოლოგი და არქიტექტორი. გამარჯობა. ხო. ეს არის ვასიკო ყველა ვინც კი აქ არის ნამყოფი ხელოვნებაცოდნის მიერ ეს კარიბჭე ცალსახად შეფასებული, მათ შორის სოსოს შეფასებითაც ეგრე იყო, ეს არის ძველ აღმოსავლური ტიპის სადღაც აქადურში უმერულა ეგეთ ურარტული კარიბჭე და ყველა ერთხმათ ამბობს, რომ ეს არის ქრისტიანობამდელი კარიბჭე. ეს გოგონები ქრისტიანობა ეს გოგონები ახლა ზომავენ, გვინდა ამის კონსერვაცია გავაკეთოთ რა. სიძველეთა დაცვის სააგენტოსგან პირობა გვაქვს, რომ აი ამის აღდგენა კონსერვაციას უზრუნველყოფენ. ის არის და აი საინტერესო რა არის, იცი? ვასიკო ალბათ მაყურებლისთვისაც რა, ძალიან დეტალურის გამოგდის. გალავანი სადღაც იქეთ თუ ჩანს ახლა ჯვარი რო დგას, ხო, სადღაც აი იქიდან იწყება გალავანი, პერიმეტრზე არის 230 მეტრამდე. მაგრამ რაღაცა დროს იმ კარიბჭეს ფუნქციას უკარგავენ და ესე გადაღობილია მე აი ამ ყორისებური
გალავნის ისა და იქით იმ ხარეს კარიბჭის ხარეს. კარიბჭის ხარეს მიუყვება ეგეთი რაღაცა გზა იქამდე რა, ტაძრამდე. ხო, ეს ტაძარი არის ქრისტიანული ტაძარია ეს, რა თქმა უნდა და მანამდე იყო იქ იმ ადგილას რამე? იცი რა, ჩვენმა კვლევებმა ვასიკო განსაკუთრებით აი ამ ბოლო წლების მოიტანა ის რომ ყველა წერილობითი წყაროთი ხო აქ პირველი ეკლესია შენდება მე-13 საუკუნეში წყაროებში ესეა რა რომელიც იგრევა და ვფიქრობ ჩვენ რომ ეს აი საქართველოში ცნობილმა მიწისძვრელი მიწისძვრა რო იყო და ქალაქები აი მაგალითად ოძრხე და ისი რო ჩამარხა და გორელებს დღემდე აქვთ იმის გამოძახილი შუა ქუჩაში იმიტომ დადიან. იგრევა ეს ტაძარი განვითარებულ შუა საუკუნეებშივე, მერე შენდება მე-17 საუკუნეში, რომელიც ასევე იგრევა და მერე აი ეს რაც არის, მერე ვეცდები ავიდე თუ კი აქ ვართ, იმიტომ რომ ინტერნეტი ყველაზე უკეთესად აქ იჭერს რა ინტერნეტს. შენდება უკვე 9-7 წლებში. ძმები რაღაც ორი სვანი ძმა აშენებს ამას და მიდიან და იქ იკითხება უფრო ადრეული ტაძრის, რომელიც არის გრანდიოზული ტაძარი მართლა, ზომები და იმისი გეგმარება იკითხება. ხო და ჩვენმა კვლევებმა ისტორიული წყაროების მონაცემები თავდაყი ამოაყირავა რა, იმიტომ რომ ჩავიდა მე-10 მე-11 ფენები გვაქვს და წარწერებია. მე-7 მე-8 მე-5 მე-6 და წარმართული ბაქანიც არის იქვე იმასთან ქრისტიანობამდელი უпростоრად ესე ჯობია რა ეს ტერმინი ვიხმაროთ ქრისტიანობამდელი ბაქანიც არის იქვე რა ტაძართან ამისი ხვამლი რაღაცა ისინი რომ მოჩანს ხო დები აი იქ არის ჯვარი ახლა მანდ რამდენად ჩას არ ვიცი ეკრანზე მაიაკს უძახიან რატომღაც და ეთყობა ის გეოლოგიური ის გასით და და იმის ხო იმის გამო შეარქვეს და ხვამლის ყველაზე მაღალი წერტილი არის 2002 მეტრი და თვითონ ეკლესია არის 1980 მეტრამდე. რა ვიცი, საოცარი შეგრძნება ახლა ვინც არ ყოფილა, არ არის ნამყოფი ხვამზე, ვურჩევ, ახლა შემოვატარებ და დაგანახებთ აქედან, აი შეხედეთ თუ ჩანს ვასო. დათოვლილი მთები, მთლიანად მოჩანს. შეხედე, სწრაფად ხო არ ვატარებ. არა, კარგია. აი ხო ეხლა გავედით რაჭაში, იქით რაც მოჩანს ეს არის რაჭის მთები. აი იქით შორს მოჩანს ლიხი. აი ეს წაწვეტებული ის თუ ჩანს მდეგარი 9 ჯვარა, რა ქვია, ოკრიბა. აი აქეთ მერე ზემოთ ვედით მოჩანს მესხეთის გურიის მთები და აჭარა. და ნახევარი სამეგრელო. ასხი არ მოჩანს? ასხი ახლა თუ ზევით აი მეშინია რომ არ გავითიშოთ თორე ასხს დაგანახებდით. იყავი სადაც ახარ ხო? მე ასხი წელს ვნახე და აი მერე ავალ. ხო და ასხი კი აქაც იყო თოვლი ერთი კვირის წინ და ჩამოდნა. ხო, მოდი ჯერ ჩავწეროთ და მე თუ მოგცა საშუალება ინტერნეტმა ვნახოთ აუცილებლად ხედებიც კი. ხო. მე რომ ჩამოვიდე და კარგად გადავიდე ყველაფერი, მაგრამ ახლა ამით დავკომპლექტ. ხო, კაი იქნება ჩამოხვიდე რა და ხო და ისა რა, ჩემ ასხს დავამთავრებ. რომ კარგი იქნება ვისაც არ უნახავს ნახოს რა, აი ჩემი რეკომენდაცია უფრო დიდ შვენიერებას, უფრო დიდ სილამაზეს მე მგონია ვერ ნახავენ რა. ეს ერთი და ეხლა შენ გაქვს ეს შეგრძნებები უკვე განცდილი, უფრო მისტიური, უფრო რაღაც ენერგეტიკული, რომელიც მოქმედებს ყველაზე ვინც კი აქ ამოსულა, მე ნაკლებად მეგონება ადგილი რა საქართველოში. დავით. ანუ არქეოლოგიური კვლევებით დღეს მაგ ადგილას, ეხლა სადაც შენ დგახარ, დასტურდება რომელი საუკუნეა ეს
რომელია ქრისტეშობამდეა რა. აი ეს კარიბჭე და ეს ხო არა, ქრისტეშობამდე არა კარიბჭე კი ხო ხო კარიბჭე კი გალავანი არის გადაკეთებული რამდენჯერმე რა ეხლა თუ შეხედავთ აი ყურე კარგად განახებთ შეხედე აი ადრეული წყობის ქვები გაირჩევა კარგად გათლილი ისინი რა ქვები და მერე გვიან უკვე ინგრევა ეთყობა და ესე ძალიან დაუდევრად აქვთ აშენებული აი იქით თუ ხედავთ აი მზე აგიგია თავზე თუ ხედავთ მანდ არის კიდევ სამხრეთის კარიბჭე როგორც ეთყობა ამას რო ფუნქცია დაუკარგეს ქვემოთ ხო აი კიდე ესე ჩანს კიდე კიდე დაწერო მზე მიშლის ხელს ხო აი აი ამ გალავანს თუ აყვებით ნუ იქ არის კიდევ ერთი კარიბჭე სამხრეთის კარიბჭე რომელიც მე რაღაცა პერიოდში გადააკეთეს სენაკად იმის გვერდზე არის საკმაოდ დიდი სატრაპეზო და ამ სატრაპეზოს აქვს თავისი საკანალიზაციო სისტემა ზოგადად ვასიკო ხვამზე წყალი ჭირს აქ დასალევად ვარგისი წყალი არის მხოლოდ აქედან აი იმ მიმართულებით ეხლა ვერ აგიხსნ ნუ აქედან ცოტა ჩრდილო-აღმოსავლეთით რა და ჩრდილო-აღმოსავლეთით უფრო და დაცილებულია თუ პირდაპირ იმით გავზომოთ 300-400 მეტრით რა აქედან მაგრამ ამ წყალს როგორც ეთყობა ამ წყლის გამო იქვე აწყობენ კირის გამოსაწვავ ქურას და ეს ხვამლის ტაძარი იმდენად მნიშვნელოვანია უკვე მაშინ ნუ თუ ის ნუ მოკლედ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია თუმცა მოციქულები აქ უფრო ადრე მოვიდნენ მაგრამ სახელმწიფო რელიგია ცოტა წინ უსწრებს დასავლეთში გამოცხადებას მაგრამ უკვე ის კირის გამოსაწვავი ქურა მეხუთე საუკუნეში შენდება და იმდენად მნიშვნელოვანია აქ ქრისტიანული კერის დაარსება ტაძრის დაარსება რომ უკვე მეხუთე საუკუნეში კირს ამზადებენ აქვე და კირი მაშინაც კი საკმაოდ ესეთი ძვირი და ისეთი ფუფუნება იყო რა არ იყო ესე ხელმისაწვდომი და ნუ წყალი ჭირდება და მასალა კი არის მოგეხსენებაში რომ თლიანად კირქვოვანი აქაურობა ხო და ნედლეული და უკვე მეხუთე საუკუნეში აშენებენ კირის გამოსაწვავ ქურას და იმ კირს იყენებენ მერე ტაძრის ასაგებად. არ მართულ ტაძარზე აგებენ, ხო? ამ ქრისტიანულ ტაძარს. როგორც ეთყობა, ადრეული ქრისტიანული ტაძრები ხო ძირითადად წარმართულ ტაძრებზეა. უყურე, აქ ყველა აი რაღაცა პერიოდში მიდის ქრისტიანობის და მანამდელი რაღაც რელიგიის დაპირისპირება, იმიტომ რომ ესე იოლად არ ხდება აქ პოზიციების დათმობა, როგორც ეთყობა, იმიტომ რომ ისრის პირები ვნახეთ, ჯავშნის სამხრეთი ისრის პირებია, რომელიც არის მე-5-მე-6 საუკუნის. გესმის და აქ რაღაცა ძალა ეთყობა იცავს თავს რა. მაგრამ საბოლოოდ ღვთისმადლით იმარჯვებს ქრისტიანობა. მე ახლა რამდენადაც მახსოვს რაღაც ელიასთან იყო, ანუ ამინდის ღმერთთან იყო დაკავშირებული, თითქოს აი კი, უყურე ხვამლის მასივი სიგრძეში არის მასივი მთლიანად, არა ეს ზედაპლატო. სიგრძეში არის 10 კილომეტრი და სიგანეში ყველაზე მაქსიმუმი არის 7 კილომეტრი. ხვამლის მასივზე არის აი ხუკუშერია სოფელი
და იქ არის ელიას მთა. 2012-ში თუ 13-ში ზუსტად არ მახსოვს ჩავატარეთ ხვამლის და მიმდებარე ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ინვენტარიზაცია რა და ადგილობრივებმა მიმიყვანეს და მანახეს რომ სადღაც 60-იან წლებამდე გასული საუკუნის და 50-იანებში უეჭველად ჯერ კიდევ არსებობდა ელიას ტაძარი. ელიას სალოცავი, რომელიც მერე ინგრევა ყურადღებას არ აქცევდა, გასაგებია. ხო და ნუ ამ ის ხვამლი თვითონ ითვლება მთელი რეგიონისთვის, არა მხოლოდ ლეჩხუმისთვის, რაჭის ნაწილისთვის, სამეგრელოს ნაწილისთვის, სვანეთისთვის და იქით იმერეთის ნაწილისთვის ამინ წარმომქმნელ მასივად. რომ ეს ბევრ დიდწილად განსაზღვრავს ამინს აი რეგიონში. ისინიც არის გამოთქმებიც არის ეგეთი ხვამლმა თუ წყალობა მოქცა, თუ დაიქუხა ადრე გაზაფხულზე, კაი მოსავალი გექნება აუცილებლად. ხვამლზე დამოკიდებული იყო ბევრად ადგილობრივების მეურნეობა რა. ჩვენ ახლა ვართ ეგეთ სოფელია უყურეში, უსახელაურის მიკროზონა. ამ სოფლის თავზე რა, სოფელს ვადგავართ თავზე რა და რიტუალი იყო ვასიკო ეგეთი რომ თუ გვალვები დაიწყებოდა სოფლის მოძღვარი ჩაუდგებოდა სათავეში, ამოდიოდნენ ფეხით, აქ ატარებდნენ რიტუალებს, ყველა ქალი, კაცი, ყველა ერთად მოდიოდა რა, მთელი პროცესია იმართებოდა. ეს ეთნოგრაფიულ ჩანაწერებშიც არის და ადგილობრივებიც მიდასტურებენ, ვინც ცოტა ასაკიანი ხალხი, ხო და მოასვენებდნენ ხვამლის ხელთუქმნელ ხატს წინ, რომელიც ოყურეში ინახებოდა, მე იმის შემდეგ რაც აქ შეწყდა მსახურება. მოასვენებდნენ, ამოდიოდნენ აქ რიტუალს ატარებდნენ და მიბრუნებულები არიყვნენ, რომ სოფელში წვიმა იწყებოდა. ამათვის გადამრჩენელიც იყო ყველაფერთან ერთად რა. პირდაპირ მნიშვნელობით უკავშირდებოდნენ. ახლა შენ გახსოვს და იცი რომ ხვამლობისთვის სპეციალურად ოჯახებში იყო ნიგვზის ხეები, რომლის ნაყოფსაც არ ჭამდნენ, ტაბუირებული იყო ამ ნაყოფის გამოყენება, მხოლოდ ხვამლობისთვის, რომელიც აღინიშნება აღდგომიდან 57 კვირას მზადდებოდა ნიგვზიანი პურები იმ ნიგვზის ხეებიდან, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ლეჩხუმელებისთვის, რა, სვანეთშიც, არა მხოლოდ ქვემო სვანეთში, ზემო სვანეთშიც კი, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა ხვამლთან, ხო? ზემო სვანეთშიც კი სახვამლო პურებს აცხობდნენ და ხვამლისთვის ნიგოს ინახავდნენ და ზედაშეს ინახავდნენ და წირავდნენ ხვამლს. ასე რომ აი ხვამლის ეკლესიას, ხვამლის ტაძარს ოდითგან ეს ქონდა რა, მნიშვნელობას ანიჭებდნენ საკმაოდ დიდს. ყველა ქართულ ენაში, ხო? მეგრულში, სვანურში და სალიტერატურო ქართულშიც ხვამლი ნიშნავს წმინდა სალოცავ ადგილს. სულხან-საბათი ხომლი ვარსკვლავთ კრებულია. ეწოდა მას ის რა ქვია ვახუშტი ამბობს რომ ეწოდა მას ცისკრის ვარსკვლავის სწორობით და ნუ ყველა შემთხვევაში უკავშირდება რაღაც ციურ ასტრალურ მოვლენებს და რა ქვია ყველასთვის წმინდანთაა ეს. ხო და ეხლა ჩადიან იქით ის უნდა აზომონ რა ის რა ქვია კირის გამოსაწვევი. ამიტომ დაგვცილდებიან ქალბატონი ელისო ჭელიძე. გამარჯობა ბატონო ვასილო. მოგესალმებით მაყურებელს მსმენელს მეც ერთი ბარგანი ვარ. ძალიან მიხარია რომ ხვამლის შესახებ საუბრობ და ორი სიტყვით ვიტყვი ჩემი გადმოხედიდან როგორც ეთნოგრაფის. ხვამლს ბევრი თქმულება გადმოცემა უკავშირდება, ბევრი მათგანი გარკვეული მისტიკური საბურველითაც არის
საბრუნველშიც არის შეხეული და რა თქმა უნდა ეს ლოგიკურიც არის. თუმცა მსმენელს მინდა უთხრა ესეთი რამ, რომ თქმულებებსა და გადმოცემებში ისტორიული სინამდვილე გარკვეული ანარეკლების სახით არის და ის პირდაპირ მნიშვნელობით ამისი გაგება რა თქმა უნდა არ არის ასურველი. არ არის სწორი, უფრო სწორად. ლეჩხუმლებისთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ შესაძლებელია ბევრი სხვისთვისაც ხომთან დაკავშირებული ისეთი გადმოცემები, როგორიც არის, რომ ეს ამინდის გამრიგია, რადგან რეალურადაც ასია ხომლის მასივი ამინდის შექმნაში მნიშვნელოვანი ფაქტორად გვევლინება. მეორე და მნიშვნელოვანი არის. მეორე და ესეთი ცნობილი თითქმის მითიური გადმოცემა ეს არის, რომ ხომზე ღუზა არის და აქ ეს ძალიან საინტერესოა, რადგან თუ პირდაპირ მნიშვნელობით გავიგებთ, რა თქმა უნდა უძლებს, მაგრამ მოდი ესე დავფიქრდეთ, რა არის ღუზა? ღუზა არის წყალზე მავალი ხალხის ადამიანების შეჩერების ადგილი, ხო, სადაც ღუზა უნდა ჩაუშვა. არც აქ არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული ისტორიული სინამდვილე იდგას იმის უკან, რადგან ვიცით ჩვენ ბოლო კვლევები ადასტურებს შავი ზღვის დონის აწევას, როგორ მოყვა კლიმატური ცვლილებები და ძალიან ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მიგრირებული მოსახლეობა წამოვიდა და იმ ტერიტორიამდე მოაღწია, რომლის მთავარი სალოცავი ხვამლი იყო. კიდევ ერთი ესევე მითიური გადმოცემა ეს გახავთ ჭედლობასთან დაკავშირებული, რომ აქ უზარმაზარი ჯაჭვია და ამირანის მიჯაჭვის ამბავი. ამის რეალური საფუძველიც, სავსებით ობიექტური ისტორიული ვითარება, რომ დიდი ალბათობით ხვამლის მიმდებარე, როგორც ცხენისწყლის ხეობის, ისევე რიონის ხეობის მოსახლეობა, მეტალურგი მოსახლეობა იყო, მეტალურგიით იყო დაკავებული და შესაბამისად მეტალურგი მოსახლეობის მთავარი სალოცავი იყო. ამის დასტურებას ბატონი დავითი არქეოლოგიური მასალებით უფრო სრულყოფილად შეძლებს. მე მხოლოდ ამისი თქმა მინდა, რომ ის მრავალი გადმოცემა, რომელიც თავად ამ მითიური სახითაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე თვითონაც ისევე როგორც ბევრი ლეჩხუმელს და ხვამზე შეყვარებულს ბავშვობიდან მომდევს, ბავშვობიდან ეზოში თვალს რო გავახელდი დილით და ხვამს დავინახავდი, იმის მერე ეს ხვამლი მოყვება ჩემს ცხოვრებას ესე უცვლელ სიყვარულად. მხოლოდ რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდი სამეცნიერო ლიტერატურის ეთნოგრაფიული ცნობების გაანალიზების საფუძველზე, მინდა ამისი მიტანა მსმენელამდე, რომ ეს ცნობები, ეთნოგრაფიული, მითოლოგიური ცნობები, უნდა გავიგოთ არა პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ რა ისტორიული სინამდვილეა არეკლილი მათში. ასევე არის ის ხვამლის გულში არსებული ხელუხლებელი ქალაქის შესახებ. მთელი ჩემი ბავშვობა ეს მითი მეც მომდევდა და რა თქმა უნდა თავის ცნობის მოყვარეობასაც აღვივებდა და დღემდე მომყვება ეს ცნობის მოყვარეობა. აქ უნდა გავითვალისწინოთ, როგორ იცვლება გადმოცემა თაობიდან თაობაში და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ბრინჯაოს ხანიდან მინიმუმ მოყოლილ მოსახლეობაზე, რამდენი ბაბუა და შვილიშვილი გამოიარა ამ გადმოცემამ და ის რეალური გარემოება, რომ აქ აუცილებლად იქნებოდა საგვირაბო სისტემა. შეუძლებელია, რომ მიმდებარე სოფლებში არ ყოფილიყო, მთელ საქართველოში ასია, ხო? შესაბამისად, ერთხელ რომ ბაბუამ შვილიშვილს მოუყარო, იცი აქ ასეთი გვირაბი იყო, მერე იმ შვილიშვილმა მოყარო, იცი რამდენი გვირაბები იყო და რო თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მოყოლიდან მოყოლამდე ჩვენ სადღაც 3000 წელი გვაქვს გამოვლილი, გადაიქცა ეს გვირაბები ხელუხლებელ ქალაქად. და თუ გავითვალისწინებთ, ქალბატონო ელისო, რომ ხვამლი კარსტული მასივია, ხო, კირქვოვანი კარსტული. მით უმეტეს რომ ბუნებრივად მღვიმეები იცავსა და შესაბამისი კი. ჩემი ეს გამოხმაურების მიზანი ეს იყო, რომ თქვენს მსმენელამდე მივიტანო ეს აზრი, რომ ის შესანიშნავი, ძალიან საინტერესო და აღმაფრთოვანებელი გადმოცემები, რაც ხვამს უკავშირდება, ნამდვილად ისტორიულ რეალობაზე დაფუძნებულია და თაობიდან თაობაში მიდი გადმოცემის დროს შემორჩენილი არის იმ ანარეკლებით, რაც ზოგადად ახასიათებს ისტორიულ მეხსიერებას. ამ მხრივ ხვამლი გამონაკლისი არ არის და როდესაც ჩვენ გებულობთ ღუზა არის ხვამზე, ნუ გავიგებთ, რომ პირდაპირ მნიშვნელობით აგერ გემი იყო, აქ სადღაც და ნავსადგომი იყო, უნდა გავიაზროთ, რომ
რაღაც გარკვეული კლიმატური პირობების შედეგად მიგრირებული მოსახლეობის შეჩერების არეალი იყო სადღაც ახლოში. დიახ. ხვალე არის ერთ-ერთი აი ამ უზარმაზარი პლანეტარული მასშტაბის და ეს უკვე შენი თემაა, ვასო, ამ პლანეტარული მასშტაბის რა ქვია, რაღაც დიდი კატაკლიზმის შედეგად გაფანტული მოსახლეობის შავი ზღვის აუზიდან ძირითადად ერთ-ერთი ადგილი, სადაც გადარჩა ადამიანი. მეტუმეტეს რომ აქ ველაპირობაა რა და ისა. უყურებასო, ხვალზე ჩვენ მიკვლეული გვაქვს ნიკა მეუბნებოდა თუშაბრამიშვილი, რომ არ შეიძლებაო რა მაქსიმაღლეზე იყოს პირველყოფილი ადამიანი, ხო, ქვის ხამის ადამიანი, მაგრამ არის. აქ კლიმატიც ისეთია, კი იცის, დიდი თოვლი, საკმაოდ დიდი თოვლი, მაგრამ თბილა. სიტყვა აქ კი, მაგრამ ესე ხო, მაგრამ როგორც ეთყობა ხვამლი მაინც იყო ესეთი რა, განსაკუთრებით ეს ზედა ნაწილი იყო ესეთი დროებითი სეზონური ის იყო რა, სადგომები და საცხოვრისები. ხურობდნენ ხო? ანუ ნეოლითზე ალბათ. ხო, ნეოლითზეა საუბარი, თუმცა გვაქვს პალეოლითური იარაღიც ესა დაფიქსირებული. ოღონდ ეს შემთხვევით აღმოჩენებია, არ არის გათხრების შედეგად მოპოვებული, იმიტომ რომ ერთიან კონტექსტში არ გვაქვს საშუალება გავიაზროთ რა ეს, მაგრამ აი პალეოლითი, შუა პალეოლითის ხელსურია, რომელიც ცაგერის მუზეუმშია გამოფენილი. ერთ ცნობას დავამატებდი კიდევ ეთნოგრაფიული მასალიდან. ხვამლი ითვლებოდა ლეჩხუმლებისათვის არა მარტო ამინდის და ამავე დროს ხველისა და სნებისაგან დამცველად. და 1930-იანი წლებში ჩაწერილი მასალით ქალბატონ ვერა ბარდაველიძის ჩვენი ეთნოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის მეხვამლეები, როდესაც სოფელს ჩამოივლდნენ, როგორც საერთოდ საქართველოს ეთნოგრაფიულ ცნობებიდან ვიცით, რომ იკრიბებოდა მოსახლეობისგან შესაბამისი წვლილი ძღვენის ალოცავისთვის, ჩამოივლდნენ ისინი არა მარტო დღევანდელი ცაგერის რაიონის სოფლებს, ახლანდელი ამბროლაურის რაიონის სოფელი გენდუში, ჟოჩხა, იქაც მეხვამლეები დადიოდნენ და კრებდნენ. რას ნიშნავს ახლანდელი და მაშინდელი რაჭის სოფელი? აი ეს საინტერესო შეიძლება იყოს მსმენელს. რატომღაც კი არა, გაშაგები მიზეზების გამო მე შემხვედრია სოციალურ ქსელში, როცა მონაწილეობდი სოციალურ ქსელში, როდესაც ლეჩხუმი გაიგივებული არის მხოლოდ ცაგერის რაიონის სოფლებთან. ეს არის შეცდომა, რადგან ლეჩხუმი არ უდრის მხოლოდ ცაგერის რაიონს. 1929 წელს თუ არ ვცდები, გადარაიონდა, მოხდა ადმინისტრაციული 29-იანი თუ არის 29-იანი ნამდვილად. როდესაც ლეჩხუმის ისტორიული ეთნოგრაფიული მხარის მთელი რიგი სოფლები მიაკუთვნეს სხვა რაიონებს. ასეთი იყო მაგალითად რამ გაყვეხა რაჭა და ლეჩხუმი ერთი სიყვარულია, ერთნაირად გიყვარს. უბრალოდ ვახუშტიც აღნიშნავს ამას, რომ ასკის წყალი გახლავთ გამყოფი რაჭასა და ლეჩხუმს შორის აგდებს საზღვარი და ასკის წყლის აქეთ სოფლები ლეჩხუმი იყო. დღეს რა თქმა უნდა ის იმის გამო რომ ამბროლაურის რაიონში არის გაერთიანებული ადმინისტრაციული ცენტრი, იქ არის შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური კავშირების თავმოყრა უკვე ამბროლაურის რაიონში ხდება, რაჭველობენ, თუმცა ბებიების და რაჭველობენ და არიან კიდეც მეთიდონ ახლა ჩემი დიდი ბაბუა ჟოშხადანა, ვიცი რასაც გულისხმობ, რომ ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობას ეს ძალიან კარგად ახსოვდა და აი ხომ გითხარით 30-იან წლებში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალით მეხომლეები ჟოშხასაც ჩამოივლდნენ. 31-ია ზუსტად ეს მასალა შეკრებილი 29 წელში გადარაიონდა, მაგრამ 31 წელში მეხომლეები ისევ დადიოდნენ. ასევე სოფლები საკმაოდ დიდი ნაწილი კლდედაღმართის დერჩი, დღნორისა, ჭაშლეთი, ლეხიდრის თავი, მექვენა, ეს ყველა
აი ამ ხრის საზღვარს პირდაპირ ასევე ქვია საზღვარა. არის ერთი ადგილი, რომელსაც ეწოდება საზღვარა. იმის აქეთ ლეჩხუმია, იმის იქით იმერეთია. ახლა ეს სოფლები მთლიანად წყალტუბოს რაიონსაა მიკუთვნებული და ერთი-ორჯერ კამათიც მომიხდა, რომ წყალტუბოისა ღნორისა იმერეთი არის მიწერილი. ღნორისა წყალტუბოს რაიონია, მაგრამ ლეჩხუმია. ისევ და ისევ რამ გაყო ერთი სიყვარულია იმერეთის ლეჩხუმის რაჭაც, მაგრამ სოფლები ლეჩხუმია. იქეთ მხარეს კიდე მაშინდელი წულუკიძის და ახლანდელი ხონის რაიონი. ძეძილეთი ბოლოს და ბოლოს სიმღერას გაგახსენებთ ძეძილეთი და ზუბიო. გეცოდინებათ. ой, არიცით. ვასიკო, ჩემსავით დი სასიმღერო ვერ გამოირჩევა. თუმცა საინტერესოა. ზუბიო ერთად არის მოაზრებული. ხო, მე ზუსტად მითხარით რომ ქვია. რას? სიმღერას ძეძილეთი და ზუბიო ქალებს უქნიათ ჭუბიო. დიდი არაფერი შინაარსით გამორჩეული არ არის. საინტერესო ის არის რომ ძეძილეთი და ზუბი ერთი სოფლებია, ერთი მხარის სოფლებია. მიშკო დაურეკე რა იმ ბავშვებს მოვიდნენ. ყველა სადაცნებას რაც შეეხება საგანგებოდ ხვამლობისთვის განსაკუთრებით ცხენისწყლის ხეობის ლეჩხუმში ყველა ოჯახში იდგა ნიგზის ხე, ჩვენებურად რო ვთქვათ, კაკლის ხე და ხვამლობას იქ სახამლობო პურს გასტეხდნენ, სხვათა შორის ძალიან უცნაური ეს იყო. ნიგზის ნაჭუჭში რძეს ჩაასხამდნენ, ისე მიიტანდნენ და კიდევ კაკლის ხის ფესვის ქვეშ გააძვრებდნენ პატარას, რომ ბატონებისგან ყოფილიყო დაცული. ამას რა თქმა უნდა უფრო ჩაღრმავება და მეტი შეღრმისეული კვლევა ჭირდება როგორ და რანაირად, მაგრამ დიდი ალბათობით მიმდებარე სოფლების მთავარი სალოცავი შეითვისებდა, როცა ჭირიანობა თუ წითელა იქნებოდა, რაც იქნებოდა მასობრივად გადამდები ინფექციური დავარდება, მისგან დამცველის ფუნქციაც რეგიონის მთავარ სალოცავს ჰქონდა და ეს იყო ხვამლი. ბატონოს რომ მე ხვამლზე საუბრით არ დავიღლები და არ მინდა მოგაწყინოთ. არა, პირიქით. მასიალობა. რო გვაქვს ასე. შემოთქვა საქმეზე მივდივარ, საქმეზე მივდივარ. დაგემშვიდობები, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან საინტერესო ჩართვა იყო. მოკლედ იქ მიდიან რომ აზომონ ახლა ის რა ქვია, კირის გამოსაცავი ქურა. აკარგი ესეთი. ვამზე ექსპედიციაში, ნუ პრინციპში სხვანაირად მოგებელიც არის. კი, საიცი რა. მართლა ყველა არის თავდადებული ის რა ხვამლისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ ჩვენი პრინციპები როგორ ადამიანს ვეძებთ. ადამიანებს. არც არის. მან ვიძახებს ამაში, აი ადგილობრივებშიც. ვერ გავიგე? გულით არ იმუშავე, სხვა შემთხვევაში უნდა მოგისაჯონ. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა სულ მაგას ვეუბნები, რომ ის ადგილობრივებსაც კი ეხლა ეს ახალგაზრდებს, რომ ისა თუ გეზარება, თუ არ მოგწონს ის საქმე, რასაც აკეთებთ, ნუ გააკეთებთ რა. ეს არ არის საცუღლუტო ადგილი. ხო, ეხლა თუ არქეოლოგიას დაუბრუნდებით, ხვამზე ვასიკლაი ერთ ადგილს დაგანახებ, ორს უბრალოდ ხედავ უნაგირებით რომ მოჩანს. ესეთი კი, უნაგირები რო არა ბუნებრივი. ხო, ეგ არის გადასასვლელები უკვე იქით დედაღმართში, სადაც ის ციხე-ქვაბულია ისტორიული, სადაც მოიაზრებოდა კი არა და დადასტურებით იყო მეფეთა განსაცავი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ესე დოკუმენტირებული განსაცავი არის მხოლოდ ორ ადგილზე, ხო, საქართველოში, ერთი ხვამლის მთა, მეორე უჯარმა. სხვა ეხლა სადაც გინდა ნებისმიერ კუთხეში რო ჩავხვიდე, სადაც ცოტა ისეთი სიმაღლეებია და ბუნებრივად დაცულია, ყველა ამბობს რომ აქ იყო განსაცავი, მაგრამ დოკუმენტურად დადასტურებული არის მხოლოდ ხვამლი უჯარმა. ივანე ჯავახიშვილი ამბობს რომ იყო ხვამლზე განსაცავი, მაგრამ ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ
აზრი ეკარგება და კარგად აღწერს, აი დეტალურად აღწერს რა პრინციპით იყო აგებული ეს საცავი, ნუ მოგეხსენე მე ხო არის ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხალხმა გადაარჩინოს და ეს და ამაზე დიდი რა ქვია ჟამთა აღწერს ჩანაწერი რომ ესეთი საკვირველი რა ქვია თვალი გრდემლი ეგიპატეოს და თვალი არც სადმე არსებობს და არც ვინმეს უნახავს ხო და გადამრჩენელი ივანე ჯავახიშვილი ამბობს რომ ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ ამ განსაცავმა ანუ ეროვნული ბანკის საცავმა დაკარგა აზრი და ამიტომ გამოტანილი და განაწილებული იქნა სხვადასხვა სამთავროებს შორის და სამეფოებს შორის ქართულ სამეფო სამთავროებს შორის მე მგონია რომ უფრო დიდი ავტორიტეტი და უფრო დასაყრდენი მეცნიერი ნაკლებად იყო საქართველოში ისტორიაში ყოველ შემთხვევაში ამიტომ ჩვენი კვლევა შენიცი ახლა რა თავგადასავლებთან იყო დაკავშირებული იმ ღვინეებში შესვლა და იგზევნა და იცი ალიოშა ჯაფარიძის ექსპედიცია 44-ში ჯერ 39-ში 1939 წელს მერე რა ქვია 44-ში მერე შალიბაშვილის ექსპედიციები რა თქმა უნდა ყველა ეს ექსპედიცია განპირობებული იყო იქ დაედასტურებინათ განსაცავის იქ არსებობა. აი ალიოშა ჯაფარიძის ექსპედიციაში ლევან გოთუასთან ერთად კიდევ იყო გიორგი ლომთათიძე, იმ დროისთვის ძალიან ცნობილი არქეოლოგი, რომელიც წერს რომ იქ არაფერი არ არის, ვერნა და რომც იყოს ვერ ნახავს, იმიტომ რომ ჩამონაშალი ფენა ადევს სადღაც 1-20 მეტრის სისქის. ამიტომ თუმცა იმ ღვინეში ციხია ის ცნობილი მხატვრობა რომელიც ჩვენ საერთო მეგობარს დათო გოგუაძეს განხილული აქვს როგორც რაღაც ასტრალური ციური ისინი სხეულების განლაგება ასტრალური რუგა ასტროლოგიური უпроსორად და სხვა იქ არადა წყალია შიგნით და სხვა იქ არაფერი არ არის ვერც ერთმა ექსპედიციამ რომელიც იყო მათ შორის გურამის ხო იყო შესული და იქ ვერაფერი ვერ ნახეს გურამი პაკო ცხონებული ხო და ვერაფერი ვერ ნახეს იმიტომ რომ არ არის ფიზიკურად არ არის რა და ამან გაამძაფრა ჩვენი ესეთი მოსაზრება ჯავახიშვილზე დაყრდნობილი რომ იქ მართლა აღარაფერი აღარ არის. თუმცა საკვლევად ძალზეც საინტერესოა. ჩვენმა ინტერესმა გადმოინაცვლა აი ამ ზედა პლატოზე და მინდა აი დასაწყის მიუბრუნდე იქ აი ის რო დაგანახე სუნაგირები. აი ამ ზედა პლატოზე იწყება დაახლოებით 1700-1800 მეტრის ზემოთ იწყება ჩნდება ერთგვარი კომპლექსები. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის გავსი რამე სხვაგან ქვეყანაში არ არის როგორც ეთყობა არის ქურუმების ეთი რიტუალური მოედნები და კომპლექსები აი იქ ტაფობში ხო ყველას აქვს ერთი და იგივე პრინციპი რა ყველა არის კლდეებით შემოსაზღვრული ყველას აქვს ეხები ცალი მხარე რომელიც არის საზღვრება ბუნებრივად ძირითადად აღმოსავლეთისკენ მიმართულები არის გალავნით გადაკეტილი და ყველა ამ კომპლექს აუცილებლად უნდა კონდეს ერთი მღვიმე მაინც რომელიც არის ამოქოლილი მაშინვე თავის დროზე ამოქოლილია და დატოვებულია ერთი ადამიანის ჩასასვლელი ჩვენ ჩასულები ვართ ამ მღვიმეებში შიგნით გვაქვს კაჟის იარაღის ნარჩენები და ნახშირები დადასტურებული. ანუ რაღაცა რიტუალს იქ ასრულებდნენ, ოღონდ ჩადის ერთი ადამიანი მხოლოდ რა იქ მასიურად ბევრი ვერ ჩავა. აი იმაზე რომელიც გაოთხარეთ 2000 თუ არ ვცდებით 16-17 წლებში საკმაოდ უნიკალური არტეფაქტი აღმოვაჩინეთ სამისნო კამათელი რომელიც არის ჰემატიტისგან დამზადებული დაწახნაგებული 6 სახნაგა
და ზედ არის რაღაცა ნიშნები დატანილი, ამოტვიფრულია. ეს არტეფაქტი დავკარგეთ, იმიტომ რომ ბედიანის სკოლის აღსაზრდელები ყავდა წამოყვანილი აქ და ძალიან დიდი წვიმა მოვიდა და ვეღარ მივაქციეთ ყურადღება, ბავშვებზე გადავიტანეთ მთელი ყურადღება და მქონდა, იმიტომ რომ ხვალ უნდა ჩაგვეტანა საგერში მუზეუმში და წყალმა მოკვდაცა. და სამწუხაროდ როგორც შემთხვევით გახმოჩნდა, კიდე კაი რო გვაქვს ფოტოები, ფიქსაცია მოახდინეთ და ჩახატულიც არის. არა კარგი. ხო და მე გაზმენილი. ხო და ეს ვანახე ორ ბუმბერას მეცნიერს, ბატონ რისმაკს და ვანახე ჯემალ შარაშენიძეს. ორივე ერთმანეთს დამიდასტურა, ცალ-ცალკე ვანახე დამოუკიდებლად და ორივე ერთად მითხრა, რომ ეს არის ნამდვილად სამისნო კამათელი, ოღონდ ზედ არის რიცხვითი სიმბოლოები დატანილი. თავდაპირველი დამწერლობა ხო იწყება აღრიცხვიანობის მოწესრიგებით რა. რიცხვითი სიმბოლოები ჩნდება თავიდან და ესეც იგივე იყო. მერვე მეშვიდე საუკუნეები. ქრისტემდე ხო, უნდა მეთქვა. ქრისტემდე კი. ხო, ქრისტემდე და ესეთი კომპლექსი და მოდის გვიან ანტიკამდე. იქ დავადასტურეთ. არ შეიძლება რომ რაღაცა რიტუალური ცეცხლი ყოფილიყო თუ უბრალოდ კერა? კი. არა. ეხლა მან მივდივარ. ეს არის რიტუალური ცეცხლი, იმიტომ რომ მე ამ ნახშიროვანი ფენის გაწმენდის დროს გვაინტერესებდა რა. და აღმოჩნდა შიგნით შეწირული ნივთები ჩაყრილი ამ ცეცხლში. ბრინჯაოს ნივთები, ძივები და ასე შემდეგ რაღაცები. ეს არ არის ჩვეულებრივი ცეცხლი, გასათმობა დადებული ან კერძის მოსამზადებლად. ეს არის რიტუალური დიახ. ხო და ესეთი კომპლექსი და აი ეს მოწყობის პრინციპი ყველას ერთი და იგივე აქვს. ასეკო ხო დაზვერილი გვაქვს და სამწუხაროდ შესწავლილი არა, ესეთი არის 12. როცა მეტალურგიაზე იყო მან საუბარი, აი გონას მთაზე საუბრობდა გურამი. კი. აღარ მახსოვს ზუსტად რა იყო, როგორ იყო, მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთი ღამე გავათენეთ სულ გონაზე და მე უკვე გურამი სერიოზულად ჩაუჯდა მაგ საკითხს და აი იყო რაღაცა სერიოზული მეტალურგიული კერა, ხო, რამდენადაც მე მახსოვს, თუ არ ვცდები. კი. მე სამწუხაროდ გურამის შემდეგ უკვე მომიწია გონაზე მუშაობა და მქონდა ექსპედიცია და იქაც ძალიან საინტერესო რომაული გვიან ანტიკური ხანის იმას მივაკვლიეთ სამაროვანს და იქ არის უყურე რკინის მეტალურგია როგორც ეთყობა და უყურე რკინის მეტალურგიის ერთ-ერთ კერად გამოიყენება ვასიკო დღემდე არიან ქვეყნები რომელიც ამას იყენებენ მეტალურგიაში ნედლეულად ჰემატიტი. ეს ჰემატიტი თავისი ყველა ძველი ხალხისთვის არის წმინდა ქვა. დიდი ენერგეტიკის მატარებელი წმინდა ქვა. ამულეტები მზადდებოდა და ისა და აქ ხო და ეს არის 70%-ით კიდევ 72%-ით რკინის შემცველი მინერალი. იმას თუ კარგად გაახურებ, იქიდან რკინას გამოადნობთ. აი გურამის მიმართულება ეგ არის და მე ჩვენ დავადასტურეთ, რომ იქ არის უამრავი ეს აი ტონობით ჰემატიტი შეგიძლია აგრო. და წიდაც არის. წიდები არის, კი, წიდები უკვე რადი პროდუქტი ხო, ფუჭიკა გამონამუშევარი, რომელსაც ყრიდნენ. მეტალი გამოიღეს და წიდას ყრიდნენ. კი, წიდებიც არის, მიკვლეული გვაქვს თვითონ. ხო, შენ კიდე შენს ხარ ნამყოფი იქ მერე ჩვენთან ერთად, აი დღნორისის თავზე ყორვას მინდორს უძახიან. იქ გავთხარეთ საკმაოდ საინტერესო ესე მეტალურგიული სახელოსნოები. ეს არის უნიკალური შემთხვევა მეტალურგიული. ეს ადრე 90 წლების დასაწყისში არის მეტალურგების დასახლება
და იქვე სახელოსნოები რკინის. დღეს გადავდივართ და ხვალ ვიწყებთ სოფელი აქ ოფიტარა და იქ ვიწყებთ პირველად საერთოდ რაღაცა არქეოლოგიური სადაზვერო თხრილების დადებას და ვფიქრობ, რომ ის მეტალურგების დასახლება უნდა იყოს და აუცილებლად დადასტურდება, რომ ხვავლის გარშემო კი დიახ პირველი მეტალურგები სახლობენ. ხო, მე ხალხნა დავამატებ მაყურებლისთვის, რომ ეხლა რკინა იმ პერიოდისთვის ეს არის იგივე, რაც დღეს ატომური ენერგია თანამედროვე ადამიანს. რა თქმა უნდა, კი. რკინის იარაღი ეს არის გარღვევა ისეთი, როგორიც ალბათ რამდენიმე იყო მხოლოდ კაცობრიობის ისტორიაში, ალბათ პირველი იყო ქვის იარაღის გამოყენება, შემდეგ ბრინჯაო და ნუ რკინამ გადატრიალება მოახდინა თავიდან ბოლომდე, ასე რომ აი ტუტანხამონის სამარხში რკინის იარაღი იპოვეს, ეს ყველაზე უფრო ძვირფასი იყო მკვლევარებისთვის, ვიდრე ის ოქრო, ვიდრე რომელთაც სავსე იყო მისი სამარხი, ასე რომ რკინას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა და ჩვენ ეს მეტალურგია საქართველოში ზოგადად ისეც არის ცნობილი, რომ ერთ-ერთი პირველი მეტალურგები ვიყავით, ხო? ისტორიულად. იცი, დღეს მეცნიერები მიდიან უკვე იმ დასკვნამდე, რომ არგონავტები ოქროს საწმისის და რაღაც ოქროს ვერდის წასაღებად არ მოსულან, ცოდნის წასაღებად მოვიდნენ ხო კოლხეთში და ერთ-ერთი რაც აინტერესებდათ ბერძნებს, სავარაუდოდ კი არა და დიდი ალბათობით იყო რკინის მოპოვების წესი. იმიტომ რომ რკინამ, აი როგორც რევოლუცია მოახდინა რა, რკინას ვერ უძლებდა ვერც ერთი იარაღი. ტექნოლოგიური აი უზარმაზარი გარღვევა და როგორც ეთყობა ჩვენ ერთ-ერთი ალბათ არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი პიონერები ვიყავით ამ საქმეში. რკინის მეტალურგიის განვითარებაში. და აქედან გამომდინარე, აი მჭედლების, თქვა, ღმერთია, ხო, ჰეფესტოსი, რომელიც აკეთებს იმ ჯაჭვს, რომლითაც ამირანს თუ იგივე პრომეთეს აპოვენ და ნუ ეს ერთ-ერთი ისეთი წამყვანი ლეგენდაა, ხო, რომელიც ხვალს უკავშირდება, რომ პრომეთეს სწორედ ხვალზე იყო და სწორედ აი მჭედლების ღმერთის მიერ კი, უყურე, ვასიკო, როგორი ის არის, იცი? არგონავტების გუნდი რო ყალიბდება, ფაქტიურად ეს ხო არის სპეცრაზმი. კარგად გაწვრთნილი, კარგი მეომრები შეარჩიეს მთელი ელადიდან, ხო? ერთადერთი კაცი, ვინც მიდის და ითხოვს ამ ჯგუფში ჩართვას, არის ჰერაკლე, ხო? და იმდენად დიდი ავტორიტეტია, უარს ვერ ეუბნებიან და გზაში იწყებს მოყოლას, რატო მოდის კოლხეთში. და მისი კოლხეთში გამომგზავრების მიზანი სულ არ აინტერესებს ოქროს ვერძი და მედია და აიეტი და ექტემები. ჰერაკლე რაშუაშია და პრომეთეს გასათავისუფლებლად მოდის, ხო? და ნუ ეს ზევსის ყურამდე ადის ეს ამბავი და ზევსის ბრძანებით მას ჩამოსვავენ უკაცრიელ კუნძულზე სადღაც. გზაში დატოვებენ. და იწყება მერე მისი მოძრაობა, ხო, ისა მოგზაურობები და თავგადასავლები. შარშანხო დაფინანსება არქეოლოგიის იყო ნული. ნუ ყველგან. ამერიკელმა ქალბატონებმა ნონა თილეია ეგეთი და თამარა მოსიძე. იმათ გამოგვიგზავნეს რაღაცა ესე მცირე თანხა და შარშან აი გუში რო გეუბნეოდი რომ მუშაობდით სამაროვანზე, იქ გავთხარეთ ერთი სამარხი, იმ თანხით მერე დაზვერვები ჩავატარეთ და იმ დაზვერვების შედეგად მოვაგენით აი ამ დღეში, ჩვენ რა მოვაგენით, ადგილობრივებმა გვასწავლეს, ლევან, ეხლავე აი გაგაცნო მინდა რა ეს ხალხი ადგილობრივები და ხო, ესენი არიან ადგილობრივები, ოფიტარაში ცხოვრობენ, თუ ვინმე
ამ ხალხს ძეგლი უნდა დაუდგათ, თუ ვინმე არ მიდის აქედან. შემოახედე შენი გაუმარჯოს. გამარჯობა. გამარჯობა. მოდი. მოდი. შემონოა თქვენი გაცნობა. და აი რევაზე, მოკლედ. გამარჯოს. სულ თავიდან ამ ხარეში ოფიტარაში ვინც გავიცანი იყო რეზო. არავის არ ვიცნობდი, დავბოდიალობდით და რეზო გავიცანი და მე მომიყვარო თოვლი რო ჩამოვაო. მაგარ ისტორიას გიყვები ახლა თვითონ არიზავს მაგას. რატო არიზავს? ხო, რომ მოთოვსო. ამოვიცავ იმასო, თხილამურებსო 2 მეტრიან თოვლში და ავდივარო და ხვალს რო დავხედავ, წნარდებიო, რომ იქო ყველაფერი კარგად არისო. ხო და მე ვთხარი შენ გაუცნობიერებლად. არიცი, სადღაც ქვეცნობიერში მცველი ხარ, რომ დაიკარგა, გაწყდა ხო ეს კავშირი. და აგერ შენ ხარ, მე ვთხარი ხვალმზე, ყოველ წელს ესე ადიან თოვლში და იმაში და დახედავენ იქ რომ ყველაფერი კარგად არის და მე ბრუნდებიან სახლებში. რამეს ხო არ გვეტყვით რეზო ერთ ორ სიტყვას. მიდი. უსახური კაც ხო ის რაც აგეთებს. ნადირს წესავთ თოვლში. არის ისე ნადირი? ნადირ ყოველნაირი რაც გაგიხარდება. ეგრე მაგივა და რა. აი ელისო ჩაერთო და ნადირ წესობა ეს ღვთაებრივი ფუნქცია, ეგრე არ დაიშვება ყველაზე. ხო, მართალია მონადირეებია. ეხლა რო მოდიოთ რა ძალიან ისეთი ტალახიანი და ექსტრემალური ისი გამოგვივიდა რა. აქეთ ამოსვლა იმი. რატო ნატიმარი იყო? აქ თითქმის სულსველი არ შრება არასდროს. გაზაფხულამდე აღარ გაშრება. დაბურული ტყია და ეს სულსველი უნდა იყოს და კი გადავიღებთ ის რა ქვია, როგორ მოდიოთ მანქანები. სრიალი და იმით. და გზა მერე სადაც ფეხით მოგვიწია, მგლის ნაკვალევია და რაღაც ნადირის რა. მომისმინე ეს ოფიტარა არის ცხენისწყლის მხარეს, ხო? ხო, კი. ანუ თქვენი პოვეთ ეგ ადგილი და მე უთხარით დათოს, ხო, ეგრე გამოდის. თუ როგორ? კი. ხო, მაგის თავისთავად. ხო და რა ჩანს ეხლა? ესენი სულ დადიან ამ ტყეღრეში რა ვასო და ხო. იცი როგორ არის ეხლა ქვემოთ რაღაცა ადგილი მიგვანიშნეს კიდეც. ადრე წინა წლებში ვიმუშავეთ რა. მე ესენი რა სულ დადიან და ამ ტყეში დაბორიალობენ. შემთხვევით თვითონაც არ იცოდნენ ისე აღმოაჩინეს ეს. შარშა. რა არის ნაფოსი რა? რა? მოდი. ახლა პირველ წელიწადს მაშინ რაცხა დიდი. რა არის იცი? ბრინჯაოს ნაჯახი, რაღაცები ამისგან აიგენი. რომაული თიხა ნახეს კიდო. რომაული პერიოდი. ხო, პერიოდი. ანუ ისა სამაროვანია თუ სამარხია თუ რა? არა. როგორც ეთყობა საცხოვრისები იყო, მაგრამ აქვე უნდა იყოს ისინი მეტალურგიული კერები რა. ხო. ძალიან ბევრი, აი ესე გზაზე რო ამოუყვები ტყეში გაჭრილი გზა რა, გზა ძალიან ბევრი ბრინჯაოს ნაღვეთი, რკინის წიდები და ბევრია ძალიან რა. და თვითონ მადანი არის მან. მადანი უნდა ახლა საიდან მოიტანეს. კი. ძალიან ბევრი სოფელში ახლა უმეტესობა ძალიან ბევრი არის. ეს რკინის გადანადგმები ძალიან ბევრი. ანუ ის ძველები ანაპონი. ხო, ესე გადადუღებული გეოლოგიურად ხვამლი ყველა თვალსაზრისით ნაკლებად არის შესავლილი, ხო? ხო, არა, ნუ ეხა კირქვებია და იმიტომ კირქვებში არ არის ხოლმე რკინა, ხო? ნუ არის მარგალიტი. არა, უყურე? ხო, მართავს ამბობ, მაგრამ ხვამლის სამხარეს ძველი შტოლნები, მაღაროები სპილენძის. უყურე როგორ არის განაწილებული რა, იქეთ რიონის ხეობაში არის დარიშხანის საბადოები. ქართული ბრინჯაო მოგეხსენებათ, რომ არის დარიშხანის და სპილენძის შენადნობი. თუთია ხო? თუთია. ხო, და ნუ ცოტა თუთია, კი, ძირითადი და ანუ მასალა აქვთ ორივე მხარეს რა ნედლეული. უფრო სწორად და ეხლა თუ განახეთ, აი მე და ლევანი გავალ თუ ის ინტერნეტი არ მოგცა საშუალება და განახებთ გზებს, რომელიც ამოდის ქვემოთ სოფლიდან, სოფელი კი არის აქედან 1-2-3 კილომეტრი ქვემოთ და ისა და ამოდის იქიდან ძველი გზები, პრეისტორიული გზებია.
რომელიც ორივე მხრიდან ეს დაახლოებით 3 მეტრი აქვს არა ლევანსიგანე. ხო. ხო, ესე იგი რაღაც ურებიც დადიოდა ალბათ, ხო? ეხლა მარტო ხო. და ორივე მხრიდან, ორივე გვერდი, ხო, გზას აქვს ამოშენებული, კედლები აქვს. ანუ ეს იყო ესეთი კეთილმოწყობილი გზები, ნიშნულოვანი იყო, ეხლა სხვანაირად არ გააკეთებდნენ, ხო? ნიშნულოვანი იყო იმდენად, რომ ხვამლის ეს ნაწილი ცხენისწყლის ხეობა მაგზების საშუალებით უვლიდა და გადადიოდა რიონის ხეობის ხვამლის ნაწილში. აი გუშინ ქალბატონი ელისო რო ყვებოდა იქ რა ქვია ქორენიში სახაზოგზებია ის ყველა ეს გზა ხვამლის ძირში იყრის თავს. ხო, ყველა რაც მიდის, ყველა იქ ეს ძველი გზები. აჰა, ესე იგი რაღაცა საქარავნოც იყოს, რაღაც სავაჭრო გზებია. შეიძლება არის, იმიტომ რომ აქვე არის ისა სოფელი დღესაც თანამედროვე, რომელსაც ქვია კულბაკი. კულბაკი მოგეხსენებათ სავაჭრო ესეთ ადგილს ნიშნავს, ხო? ქარვასლას ტიპის ხო რაღაცა. ქარვასლო, ხო. ხო და ეს გზები ესე კვეთდნენ ეთყობა და აი ხვამს გამოივლიდნენ რა. ელისო, იქ შენკენაც არის ხო საკულბაკო თუ რაღაცა ეგეთ. მოდი. და საკულბაკე იქითაც არის, აქ სოფელია კულბაკი. ანუ მაინც იქ იყრიდა რაღაცა გზები თავს, სადაც აღებმიწვევებაც იყო. და ეხლა გახსოვს ძირითადი მამოძრავებელი ვაჭრობაა. ვაჭრობაც, ოღონდ ხვამლის მცველობა ხვამს გარშემო აკრავს 2-3 საფორტიფიკაციო სისტემა, ხო, სარტყელი ესე რა. ხვამს იცავენ განსაკუთრებით და არა მხოლოდ განვითარებულ შუა საუკუნეებში, როცა იქ უკვე განსაცავი მოიაზრება და როცა არამედ უფრო ადრიდანვე. ეს ყოველთვის წმინდამთა იყო რა, რაც კი აქ ადამიანმა ფეხი დადგა. ხვამს ანიჭებენ განსაკუთრებულ ფუნქციას, ხვამზე არის რაღაცა განსაკუთრებული ტაძრები და იმას იცავენ განსაკუთრებულად კიდევ რა. კულბაკი პირდაპირ მნიშვნელობით ახლა ჩვენ რაც ვიცით სავაჭრო ადგილ სავაჭრო პუნქტს ნიშნავს, მაგრამ აი ბოლოს გამოვიდა ახლა მეცნიერებათა აკადემიის ბოლო ნომერში გიორგი მამარდაშვილი არის ეთნოგრაფი, ჩვენებური ლეჩხუმელი და შორის ოყურეშელია. და მას აქვს დაფიქსირებული ზუსტად ეს გარემოება, რომ კულბაკის სახელწოდებით ასევე მოიაზრება მჭედლობასთან დაკავშირებულ ტოპონიმთან ახლომდებარე ადგილები. ეს შესაძლებელია ლითონის აღებმიცემობასთან იყოს დაკავშირებული, ან შეიძლება რაიმე სახეცვლილი აღნიშნული არის და მჭედლობის საქმიანობის წრეში ჩართული რაღაც ადგილის აღნიშნული. ხვამლის ტაძარი, რომელიც ისე დღევანდელი ხილული ტაძარი, რაც არის ეს კი შუა საუკუნეები არის, მაგრამ აგერ არქეოლოგებმა ჩემზე უკეთესად იციან, რომ იქ გაცილებით ძველი პლასტებია და მე ამ შემთხვევაში ეთნოგრაფიულ მასალას დავიმოწმებ ამის დასადასტურებლად. ის ცნობები, რაც ჩვენ ეთნოგრაფიამ შემოგვინახა, გადის ძალიან ღრმა, ანუ ისეთ საკმაოდ ძველი დანაშრევებია. ეს არის მეტალურგიასთან დაკავშირებული, როგორც წინა დღეს აღვნიშნეთ უზარმაზარი რკინის ჯაჭვი, რომელიც ხვამზეა. მათ შორის სხვათა შორის უცხოელ მწერლებს აქვთ და ფიქსირებული, რომ ამირანის მიჯაჭვის ადგილად ორი ადგილი ვიცით საქართველოში, ერთი იქით მყინვარწვერისკენ და ერთი ხვამლიც არის მოხსენიებული ამირანის მიჯაჭვის ადგილად. და ეს თავისთავად მეტალურგიის განვითარების ხანაზე მიუთითებს, ანუ ბევრად უფრო ადრე შუა საუკუნეებში. ამერანი და პრომეთე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მსმენელის და მაყურებლისთვის საყოველთაოდ ცნობილია. და ერთი გარემოება კიდევ, რომელიც ასევე მოსახლეობის ესე დავარქვათ რელიგიური აზროვნების ძველ პლასტზე მიუთითებს, ეს არის ვარსკვლავ მრეცხველობასთან დაკავშირებული გადმოცემები ხვამთან. არის მოსაზრებები, რომ ხვამე ვიცით ჩვენ სალოცავია, მეგრულად საერთო ქართული ძირი აქვს და ამავე დროს ხომლთან არის გაიგივებული, დაკავშირებული. თავის მხრივ ლოცვა და ვარსკვლავებიდან, რა თქმა უნდა,
კორელაციაშია, ხო? და აქ გასათვალისწინებელი არის როგორი იყო დროის აღრიცხვის ხარხური სისტემა. ზოგადად მთლიანად, არა მარტო ლეჩხუმი, ზოგადად ქართული და ისედაც მე თქვენგან მაქვს მოსმენილი, იცით თქვენ მეგალითური შენობა ნაგებობების ერთ-ერთი ფუნქცია, ესეც იყო ცის მზომელობა, ანუ დროის დაფიქსირება. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა სეზონთა ცვალებადობის დაფიქსირების და მისი მოსახლეობისთვის შეტყობინების იმისთვის, რომ სამეურნეო ციკლი დაგეგმილიყო. და სამისად საჭირო იყო შესაბამისი ადგილები. ეს ადგილებიც შესწავლილია ჩვენი ეთნოგრაფების მიერ ის გარემოება, რომ ეს უნდა ყოფილიყო მომაღლო ქედებზე, აი სარაბ ედუკაციის ნაშრომი არის 70-იან წლებში, სადაც ვეფხისტყაოსნიდანაც არის მოხმობილი შესაბამისი პასაჟები, რაც ადასტურებს იმ დროს აი ამ მოვლენის საზოგადოებრივ ყოფაში არსებობას. მთიანეთში მზის საჭვრეტები, დაღესტანშიც კი არის მზის ბუდეები, რომელსაც ქართული სახელწოდება აქვს შემორჩენილი ტოპონიმად ჭვრეტა ძირზე არის. და აი ხომზეც როგორც ბატონი დავითი უკეთესად გეტყვით ამის შესახებ, უნდა იყოს რამდენიმე ადგილი, რომელსაც რელიგიური დანიშნულებით განვიხილავთ და სავარაუდოდ შეიძლებოდა ყოფილიყო სწორედ ცისმზომელთა თვის ხელსაყრელი ადგილი სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სეზონის ცვალებადობის დასაფიქსირებელი. ანუ ორი მზებუდობა, ორი ბუნიობა, ხო? შესაბამისად, მათ ფიქსაციას შესაბამისი ადგილები ჭირდებოდა და თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ პრეცესიის გათვალისწინებით, ხო? ეპოქათა მიხედვით, აი ეს ბუნიობის და მზებუდობის თარიღები ცვალებადია. ანუ ის, რაც ჩვენ ახლა გვაქვს 20-დან 22 დეკემბრამდე მზებუდობა და ბუნიობა, დაახლოებით 500 წლის წინ იყო სადღაც 15 დეკემბერს. ის 4 დეკემბრის ბარბალობაც, რომელიც მათ შორის ლეჩხუმმა ამ შემთხვევაში მართლა პირდაპირ მნიშვნელობით შემოინახა. სიტყვით ესე არის, რომ დიახწვლების თავი, წლის თავი იყო, წლის პირველი დღე იყო, წელთგამყოფი იყო, რადგან ეს იყო რომელიღაც გარკვეული ეპოქის მზებუდობა, როცა მზე ბუდეში გაჩერდებოდა, მერე საერთის სამნახტომზე გადახტებოდა ეს სვანურმა მასალამ. ბატკნემ დაისვენაო. კი, ეგრე არის შეჩერებული. და ეს პირდაპირ ასახავს იმ ასტრონომიულ მოვლენას, როდესაც მზის მოძრაობა გარკვეულწილად დაკვირვების არ დაჯექიდა, ეს არ დააფიქსირე ხა ჩვენ უყურებთ ხომ ზეს უბრალოდ მე რაღაც 2-3 კვირის მერე გძნობთ რომ მოიმატა დღე მან დაიკლო ხო და ეს სპეციალურად ერთხელაც გავიხედავთ და მზე დღე როგორ მომატებულა ან როგორ მაგრამ ეს იმიტომ რომ ჩვენ ამისი საჭიროება არ გვაქვს ხო ბატონო ვასილო საათი გვაქვს წამის სიზუსტით შეგვიძლია განსვათროთ რა დროა არა მარტო აქ არამედ დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ჩვენ ახლა უნდა შევძვრეთ იმ ადამიანების გონებაში რომელსაც არ ქონდა ინტერნეტი არ ქონდა კალენდრის ეს კედელზე ჩამოკიდებული კალენდარი არ ქონდა ხო შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ცოდნა, როდის ხდებოდა აი ეს სეზონთა ცვალებადობა და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ შესაბამის სამეურნეო ციკლი დაგეგმილიყო. სხვათა შორის პირდაპირ მნიშვნელობით ესე ტერმინებიც გვაქვს, მარგეები, ცისმზომელები, ანუ ესე ვთქვათ სპეციალობა და საზოგადოების ასტრონომია ფაქტიურად ხო ასტრონომია პირდაპირ მნიშვნელობით და გარდა მაგისა კიდევ ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი ეს გარდა რაციონალური საფუძვლებისა თქვენ დამეთანხმებით ალბათ რომ გასაოცარი ენერგეტიკა არის ირგვლივ და ამან შემოყო როგორც ჩანს ხელი რეალურად არსებული რეალური საჭიროებით განპირობებული პრაქტიკული ემპირიული ცოდნის დროთა განმავლობაში ესეთ მისტიურ საფუძველში გახვევას არსებობდა ცოდნა განპირობებული საჭიროებით საჭიროების გაქრობასთან ერთად ის ცოდნამ სახე იცვალა და შემოგრჩა აი ამ ესე ვთქვათ ნახევრად ზღაპრული მითიური გადმოცემების სახით რა მაინტერესებს ხა მე როდესაც ხვამზე რაღაცები გავაკეთე მეგრელებმა დამიწერეს მე ვთქვი მეგრელი ვარ სამწუხაროდ მეგრული არ ვიცი დამიწერეს რომ ხომილიო არისო წმინდა თვითონ მეგრულათო და ბოლოს და ბოლოს ხომლია თუ ხვამლია სწორი აი ბუდაო ხშირად გაიგებს
ოდა ურთიერთშენაცვლებადი ბგერებია ბატონო ვასილ აი მაგალითად ბავშვი და ლეჩხუმურად ბოში ბოში ხო გამარჯობა და გამარჯვება ზვავი და ზოვი მოხევებთან გაგონილი გექნება მაგრამ საქმე რა შეა რომ ერთი ნიშნავს წმინდას მე როგორც მითხრეს მეგრელებმა ხომილი ნიშნავსო წმინდასო ხო ხომული თვითონ არის სოფელია ადგილია აი ეს იმას ასტრონომ მეორე ისა ვარსკვლავთ კრებულია ხო კიდე ურთიერთგამპირობებული ცნებებია ბატონო ვასილ ურთიერთგამპირობებული ანუ მლოცველისთვის ვარსკვლავი და ცა მლოცველისთვის ცა ზალოცავია ხო ნუ ცა უნდა სცოდნო და იმისთვის რომ მიწაზე ეცოცხლა ერთი წუთით შემოვაბრუნებ წარმოგიდგენთ ახლა გამარჯობა ნინო პატარიძე რომელიც გახლავთ ლანდშაფტის დიზაინერი ლანდშაფტის არქეოლოგი ბოდიში დიზაინერი არა ლანდშაფტის არქეოლოგი და არის იქნებ მოგვიყვეთ მაგ პროფესიას მე არც გამიგია ეგეთი ეხლა მე პატარა ძალიან ის არის თავდაბალი მორცხვი და ესეთი არ უყვარს ესე კადრებში გამოჩენა, მაგრამ ხათრით შენ ვერ გეუბნება უარს, თორე მე უკვე მტკიცა უარი. ნინოს აქვს პროექტი წელს უნდა აი ამ ადგილების თანამედროვე ტექნოლოგიებით შესწავლა, ლიდარით გადაღებები და გეოფიზიკის ჩატარება. რამდენიმე ადგილზე. ძალიან საინტერესოა რა. ნინო ეხლა ჩვენთან ხვამს ხო აქვს ეგეთი რომ ბედი დაგყვება ხო და ნინო კეთილ ხალხს იკრიბავს ხოლმე როგორც ეს ხო კი გეთანხმები და ნინო არის სიენას უნივერსიტეტის დოქტორანტი მაგ მიმართულებით და წელს პროექტი ხო და წელს პროექტი გააკეთა და უნდა თანამედროვე ახალი ტექნოლოგიებით ხვამლის და შემოგარენის მისის შესწავლად. დანარჩენს თავად მოგახსენებ. ალბათ აეროგადაღებითაც ხო? დრონებით. კი. მადლობა დაგირებისთვის. მადლობა თქვენ ჩართვისთვის. ესე ვაპირებთ მოკლედ რომ გითხრათ შარშან რადგან აი ადგილობრივი ასეთი ენთუზიასტების დახმარებით ჩვენ მივაგენით ამ ძალიან მნიშვნელოვან ლევონი რომელიც ვერაფრით ვერ შემოვიფანეთ კადრში. აქ ვინაიდან არის ტყიანი საფარი ზუსტად ვერ ვახდენთ იმის კონკრეტულად რა ტერიტორიაზე შეიძლება ვრცელდებოდეს ეს ძეგლი. ბუნებრივია, იმიტომ რომ მცენარეული საფარი და ტყის საფარი არის ისეთი ხშირი, რომ ძალიან რთულია აქ ხილვადობა რა თქმა უნდა არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვჭირდება. ამიტომ ამისთვის საჭიროა რომ თანამედროვე ტექნოლოგია არსებობს ესეთი ლიდარის გადაღებები, ლიდარის სკანირება, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ როდესაც ხდება კონკრეტული ტერიტორიის საკმაოდ დიდი ფართობების გადაღება, შემდეგ შესაბამის პროგრამაში მუშავდება ეს გადაღებული ესეთი მასალა და ხდება ვეგეტაციის მოხსნა. და მიწის ზევიდან რა გვაქვს ჩვენ რაღაც ფორმები, ამის კონტურებს ვარდიას კი გვაძლევს და ამ ვიფიქრეთ, რომ ამ სიტუაციისთვის ყველაზე მორგებული იქნებოდა ამ მეთოდოლოგიის გამოყენება, რომ ვნახოთ რა ფართობზე ვრცელდება ეს ობიექტი, არქეოლოგიური ობიექტი. საინტერესოა. ისეთ რომ მე ამას იყო ხო, უკაცრავად. დიახ. რა რაღაც საფუძვლად. არა, კარგი, ვიდრე ნინო და თქვენი გაგრძელდება კიდევ ხო დიალოგი. შენთვის საინტერესო და ყველასთვის საინტერესო ეს ახლა ჩვენ სადაც ვარ სადაც ლევანმა და რეზონმა გვიყვანს ხო ეს ადგილი არის ფაქტიურად მეგალითური ნასახლარი უზარმაზარი ლოდებით მეტრ-ნახევარია ზოგ სიგრძე და ეს არის არარაქსამდე კულტურის ამბებია ხო ანუ აი მაგის გასარკვევად ვართ ახლა ჩვენ აქ სამწუხაროდ დროში ვარ საკმაოდ შეზღუდულები ამინდებს ვეშურებით და გვინდა რომ მაქსიმალური ინფორმაცია ამოვიღოთ ახლა სამომავლოდ
რამდენი ხანი გიწევთ ახლა თქვენ რამდენ ხანს გაქვთ კარგი ამიდები? ჯერჯერობით 22 გრადუსებია რაც უნახე ქუთაისში და ნუ თქვენთან უფრო დაბალი. 19. აქაც საკმაოდ თბილა, მაგრამ რამდენიმე დღეში ირევა ისევ ამინდები და თოვლიც გია პროგნოზირებული, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად ვიმუშაო და ამოვიღოთ ინფორმაცია. ამინდები ვიდრე გაგვიშვებს და მოგცემს შესაძლებლობას. მერე თუ შევძელი და გავედით იქ და ეკნა პირდაპირ აი განახებ კადრში ამ უზარმაზარი ლოდებით ნაგებობებს. ვეცდებით რომ გადავიღოთ, შეიძლება მთლად თვალსაჩინო არ იყოს ისეთი ფორმები არ ჩანდეს, მაგრამ ფოტოები ბუნებრივია ჯობია. მე მინდა ეს ისტორიული გზებიც გადავიღო და გადმოგიგზო. და აერო გადაღებებით და დრონებით გადაღებებით ზუსტად ვეგეტაციის მიხედვით ჩანს ხოლმე აი კედლების რაც შეიძლება ყოფილიყო. ანუ იმ ადგილებში განსხვავებული მანაერად კი ხო აი რაღაც საინტერესო კვლევა იყო და ნუ უკვე პრაქტიკაში იყენებენ. ეხლა მანდ არ გამოდგება რა თქმა უნდა, მანდ იმდენი სახეობის სცენარი იზრდება ერთად რომ მართალი ხარ, ზუსტად ეგრე ხდება ხოლმე. აი ეს ლანდშაფტის არქეოლოგიის ერთ-ერთი მეთოდი ზუსტად ეგ არის. აი კონკრეტულად ესეთი კვლევა მაქვს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან. იქ მოგეხსენებათ რომ ალპური ზონა და არ არის ტყის საფარი, იქ აი ხელის გულზე ჩანს ყველა არქეოლოგიური ობიექტი და ფარავნის გარშემო გადავიღეთ დაახლოებით 15000 ჰექტარი ჩვენ. და 200-ზე მეტი არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესო ობიექტი დავაფიქსირეთ, ზუსტად ამ აერო გადაღებებით. ჯერ ხდება ეს სატელიტური რუკების გაშიფრვა, რაღაც განსხვავებული ფორმების დაფიქსირება, შემდეგ ადგილზე უკვე ახლო დისტანციური მეთოდით გადაღება დრონით და იქ პირდაპირ ჩანს აი ყორღანული სამარხები, ნასახლარები, ძალიან კარგად ჩანს. რა თქვენ ბრძანეთ, ეს განსხვავებული ვეგეტაცია ზუსტად ესე იზრდება. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ როდესაც ხდება საკმაოდ დიდი ფართობის მიწის რაღაც თუნდაც 4000-5000 წლის წინ ამოთხრა შემდეგ ჩაბრუნება, ის აი ადგილობრივ მიკროგარემოს თვლის ბუნებრივია და ხდება ეს კედლები თქვა თუ არის უფრო მეტი სითბოს ნარჩუნებს იმას ნახო. ეკოსისტემა იქნება ფაქტიურად არქეოლოგიური ეკოსისტემა. ზუსტად ასეა. საქართველოს არქეოლოგიას შეემატება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ვთქვათ უმნიშვნელოვანი, სრულიად უცნობი და ახალი არქეოლოგიური ობიექტი. ეს სადაც შენ ახლა ხართ? აი ახლა სადაც ვარ, ხო? რა ქვია ამ ადგილს ბიჭებო? ნატბეული? ნატბეურთან ახლოს. ხო, ნატბეურთან ახლოს. აი ეს ახალგაზრდა კაცი ოთარ გაბუნია, რომელიც თავისი გაბუნიები ხო, ნუ აი მაგიტო რა. მხოლოდ მაგიტო წარგიდგეს რომ გაბუნიები ხარ. ქუთაისი. ეს ვინ არის, იცი? დიმიტრი გელოვანი, ხო იცი? იმ ქალაქში ერთი რო იყო. მაგისტანა. აი იმის შვილთა იმ დიმიტრი გელოვანის ცნობილი შვილთაშვილია. ხო, ნუ ის ხო ისტორიული პიროვნება იყო, რა მაგარია. ხო და ოტიკო არის შუმეროლოგი და ელისოსთან ერთად უნდა ამ ტოპონიმიკის გახსნა, ადგილების ის და შუმერული კვალის მიგნება. ხო, ნუ მოკლედ თქვენ ძალიან როგორც რუსები ვიტყვიან, გლუბაკო კაპაეცეთ. ხო, ეგრეა, ეგრე. ცოტა საოცარი უცნაური ხალხი ვართ, მაგრამ რას იზარ? ხო, თუ ცოტა ფანტაზია თუ ცოტა უცნაური არ ხარ, ვერაფერს ნახავ და იპოვე. ხო, მოდი, გაბუნება გავსაუბროთ ახლა. მიდი, სრული თავისუფლება გაქვს. ისე მეგრული არ თამანიცის. რა, მეგრული? ხო. ხო, მეგრული სამწუხაროდ. ხო, მე მარტვილიდან მაქვს ფესვები, ბანძა ეგეთ სოფელი, გაბუნიების სოფელი. კი, ჩვენს მაკედან მე ამაღლებაში გადმოვიდნენ და მე ქუთაისი. ნუ ქუთაისი დასავლეთ საქართველოს კონცენტრაციის წერტილია და რა მაინტერესებს თოთო იცი აი მაგალითად რამდენი წლის ხარ შენ ჯერ მე გითხარი 31-ის ხო აი სულ აი შენი ასაკის მეცნიერებთან მაქვს ხოლმე ეგეთი შეკითხვა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა უყურებს ჩემს არხს და რეალურად ახლა პეროცა მაძლევს ხო ანალიტიკას იქ ასაკებიც და ის არის და ნუ არის ახლა 16-დან
44 წლამდე არის ყველაზე დიდი მონაკვეთი, ესე მაყურებლების მე იქეთ ეცემა, რა თქმა უნდა, ეხლა 13-14 წლისებს ეს თემები არ აინტერესებს, სხვა რამით აქვს ტვინი დაკავებული და ნუ ეხლა ჩემი ასაკის და ცოტა მაღლა კიდე იქაც ცოტა სხვა რამით აქვს და ხშირია ხოლმე იცი აი როდესაც თქვა რაღაცა საინტერესო თემაზე მაქვს ვიდეო, იქ მეკითხებიან, რომ აი ახალგაზრდები ძირითადად, რომელსაც არ აქვს ჯერ არჩეული თავისი მომავალი და პროფესია, რომ აი როგორ შეიძლება ვთქვა, აი სად უნდა საჯობია სწავლა, როგორ ისა და აი შენი ის რომ მომიყვე აი სამეცნიერო ბიოგრაფია. It ამდენადაც არა იმიტომ რომ ჩემი ბიოგრაფია საინტერესო, უბრალოდ ეგ პრობლემა რაც თქვენ წამოჭერით მართლა დღის წესრიგში დგას. როდესაც სკოლა დავასრულე 12 კლასი მომიწია, მაინც არ მქონდა სრული წარმოდგენა რა უნდა გამეკეთებინა. და ეგ ვფიქრობ, რომ სკოლის პრობლემაც არის, იმიტომ რომ სკოლამ განსაკუთრებით ალბათ მე 12 კლასში უნდა გაუშალოს მოსწავლეს მთელი სამეცნიერო პერსპექტივა და დაანახოს ის ბევრი კარი, სადაც შეუძლია მას შეაღოს, დაზვეროს და ასე შემდეგ. ამიტომაც მეც რაღაც ერთგვარი ტრენდის მსხვერპლი აღმოჩნდი, რადგანაც არ მქონდა ნათელი წარმოდგენა, რაზე მინდოდა მესწავლო, მშობლების თხოვნით ერთოდ თავიდან ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობები ავირჩიე და გავაკეთე. მალევე მივხვდი, რომ სახედი იყო მჭექარე და სინამდვილეში ფუღურო იყო და არაფერი ისეთი სიღრმე, მაგრამ რამდენადაც ბაკალავრის შესავალი ყველა მეტნაკლებად ერთი არის, ვარჩია რომ დამესრულებინა, მაინც საინტერესო გამოცდილება იყო განსაკუთრებით ამ ევროპული ენების ათვისების კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით და შემდეგ მაგისტრატურაში უკვე გადავწყვიტე, რადგანაც სულ მაინტერესებდა ეს ძველი ისტორია, არქეოლოგია, სხვა მიმართულება მეძებნა. და ასე შემთხვევით მოხდი ალბათ მიხაკო წერეთლის შემდეგ არავინ არ მწოს ერთ-ერთ დიდ შუმეროლოგთან, ბატონ ჯემალ შარაშენიძესთან, თესოუს მეხუთე კორპუსის 120 აუდიტორიაში და მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. ჩემ შემთხვევაში გარკვეული იღბალიც იყო ეს ასე ვთვლი, მაგრამ რა უნდა გააკეთონ სტუდენტებმა და ახალგაზრდა აბიტურიენტებმა, ასე ვიტყვი, უნდა მიეცეთ საშუალება, ასე მგონია და ალბათ უმრავლესობა ლექტორიც დაეთანხმება, რომ დაესწრონ სხვადასხვა მიმართულებებს, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, თუ კი თავიდანვე ჩამოყალიბებული არ არის როგორც ტექნიკური მოაზროვნე და ამ კუთხით უნდა, თუ გაიფართოვოს რაც შეიძლება ჰორიზონტი, არ შეეშინდეთ, რომ ბაკალავრიატი არ განსაზღვრავს არაფერს, ბაკალავრიატის მთავარი მოვალეობა ჩემთვის არის, რომ აი ჰორიზონტი ცოდნის გავიფართოვოთ. და შემდეგ ეს აუცილებლად თუ კი მაძიებელი არის ადამიანი, აუცილებლად ჩამოუყალიბდება და მიაგნებს. თავარია, რომ ეს შინაგანი რაღაც ცეცხლი ინტერესი რაც აქვს კვლევარს, მოусვინოთ მაგას და არ გადავდოთ ჩვენი ფიქრი. ცოტა ზოგადად გამომივიდა, იმიტომ რომ არა, ძალიან კარგად გამოგივიდა, იმიტომ რომ მე აი მქონდა რამდენიმე ინტერვიუ დაახლოებით შენი ხნის და ცოტა უფროსი თაობის მეცნიერებთან, რომლებმაც ძალიან ბევრს მიაღწიეს და იცი რა, აი გაჭრილი ვაშლი ვიდგავს შენი ისტორია, თქვათ იგივე აი რა ვიცი ამ და თუ ნახავ იგივე დიდ წარმატებას მიაღწიეს საზღვარგარეთ, მე ჩვენთანაც რა ვიცი ყველგან რომლებიც იწყებდნენ აბსოლუტურად აი ცადა დედამიწა ისეთ განსხვავებული თემებით და ახლა შენი ძირითადი ინტერესი აი რა არის? ამჟამად პედაგოგიურ მოძღვარებას ვეწევი ბატონ ჯემალ შარაშენიძეს ჩემი დიდი მასწავლებლის საგნებს ვაგრძელებ თესეუს ასირიოლოგიის კათედრაზე, კერძოდ ვასწავლი შუმერულ ენას, ასევე შუმერულ მწერლობას. ეს არის ორი საგანი, რასაც ამჟამად მივუძღვები თესეუსში. ამას გარდა მაქვს გარკვეული ინდივიდუალური კვლევები და ასევე სამეცნიერო ინსტიტუციონალური კვლევები, მათ შორის ახლა დასრულდა ფაქტობრივად უკვე გილგამეშიანის დიდი პროექტი, რაც ითვალისწინებს ქართული ონლაინ პლატფორმის გაკეთებას. ამ პროექტზე გეტყვით 2-3 სიტყვას, იმიტომ რომ ბატონ ჯემალ შარაშენიძემ დაიწყო ეს შემდეგ იყო დიდი მხარდაჭერა რუსთაველის ფონდის და სწორედ ამ მხარდაჭერის ფარგლებში ბატონ ირინე ტატიშვილი, ნინო სამსონია, ზურაბ არათაშვილი და მე შევდექით გილგამეშიანის პროექტის დამუშავებას და რას ითვალისწინებს. ეს არის გლოსირებული და ლემატიზირებული ტექსტი თავისი კონკორდასით,
თავისი ლექსიკონით, რაც ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმაზე. ეხლა რატო არის ეს საინტერესო ყველასთვის? თუ კი გვაქვს ჩაგვიხედავს მაგალითად გეზენიუსის პლატფორმისთვის, რაც არის ბიბლიის ებრაულენოვანი ტექსტის ძალიან ცნობილი ინტერნეტ პლატფორმა, თუ კი დააჭერ ნებისმიერ სიტყვას, ამოგიგდებს აი რა გრამატიკულ ფორმაში არის გამოყენებული ეს სიტყვა მთელ კორპუსში. ასევე გლოსირებული ტექსტები, სადაც გლოსირებული ტექსტი გულისხმობს, რომ ესე იგი შეიძლება შენ არ იყო, თქვა შუმეროლოგი, მაგრამ ლათინური ტრანსლიტერაციები და ტრანსკრიფციები გეხმარება, რომ ზოგადი ენათმეცნიერული და ლინგვისტური კატეგორიები გაარკვიო, როგორი არის ამა თუ იმ სიტყვის სემანტიკის, ეტიმოლოგიის და ასე შემდეგ. ანუ ეს ტექსტები, ლურსმული ტექსტები, აქვე ლირიკულ ტექსტს გავაკეთებ დღეს ასირიოლოგიის მთელი მეცნიერება მუშაობს აღმოჩენილი ტექსტების ჯერ კიდევ 10%-ზე. იმდენად ცოტა არის სპეციალისტი და დიდი არის სამუშაო, რომ ეს პრობლემა ნამდვილად დგას. ამიტომაც აი ამ ტექსტების ფართო აუდიტორიისთვის გამოტანა, მათ შორის მე ვფიქრობ, რომ ქართული სამეცნიერო წრეებისთვის იქნება სასარგებლო, იმიტომ რომ გავსაზღვროთ ჩვენ საბოლოო ჯამში ალბათ ამას ემსახურება, რომ როგორც ჯავახიშვილმა თქვა, განსაზღვროთ ქართველური ცივილიზაციის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა შორის. იმიტომ რომ ეს საკითხი ღია არის და მეორე მხრივ ემსახურება იმას, რომ გარკვეული ხანდახან სურვილი გვჯობნის ხოლმე და ვცდილობთ დავაკავშიროთ რაღაც თუნდაც შუმერებთან და ასე შემდეგ, მაგრამ ამ სურვილს ხარს არ უმაგრებს წმინდა სამეცნიერო არგუმენტების სტატისტიკა და ასე შემდეგ. და დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ცოდნა რაც არის, ნაცვლად გვაძლევს დასტურს, რომ ამ მხრივ კვლევაძიების გაგრძელება საჭირო არის, მაგრამ ჯერჯერობით რომ ხმამაღალი საუბარი გარკვეულ აი სამეცნიერო დონეზე რომ დავამტკიცოთ ნათესაობა, ანუ ურთიერთმემართება ან თანაცხოვრების გარკვეული პერიოდი, რომელიმე ისტორიულ ქრონოლოგიაში, ეს კვლევის საკითხი არის და აქ ყველას ურჩევდი, რომ ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ გარკვეულწილად შეიძლება დააზიანოს ხო, იმიტომ რომ ჩვენი სამეცნიერო სკოლის რატო გვინდა ეს ისა რა ქვია შუმერებთან ასეთი ის აი ვერ ხვდები, აი რომ ჩვენ მარტო არ ვართ შუმერებიდან მოვდივართ, ინდა თუ არა ისინი არიან ქართველები, ან ჩვენ ვართ შუმერები, ნუ მოკლედ ამას ხდება უამრავი ისა. მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ, აი მაგალითად პაპოლა არის ერთ-ერთი დიდი ფინელი ასირიოლოგი, ძალიან კარგი კვლევები აქვს მაგას ასურეთის პერიოდზე, მაგრამ გარკვეულ დაკვეთით გააკეთა მან კვლევა, რომ დაემტკიცებია ფინური და შუმერული რაღაც ურთიერთმემართება, რაც რა თქმა უნდა დღესდღეობის სამეცნიერო წრეებში არც განიხილება სერიოზულად. და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგრამ მეორე მხრივ არის შუმერულში და ქართულში ისეთი სიტყვები, აი მიხაკო წერეთლის აქვს ორი სტატია გერმანულ ენაზე, ერთი ქართულ ენაზეც. ეხლა დღეს ვთქვათ სიტყვების რაოდენობა იმდენი აღარ არის, მაგრამ დაახლოებით 150 სიტყვამდე შეიძლება გამოვყოთ და გქონდეს მას არგუმენტი, როგორც არის მაგალითად ხარო, ხო, რაღაც სანოვაგის შესანახი მიწაში. ეს ისეთი ტერმინები არის, რომლებიც არ შეიძლებოდა გადასულიყო ვაჭრობით. ანუ ამ ხალხს რაღაც მონაკვეთში ახლო შემხებლობა უნდა ჰქონოდათ. შორს არ ცხოვრობდნენ ჩვენგან, ხო? ეხლა ხო, ნუ გვაქვს სავაჭრო რაღაც გარკვეული არეალი ვიცი სადაც. იმიტომ რომ თვითონ არ გააჩნდათ წიაღისეული და ვიცით რომ ამოდიოდნენ თითქმის სამხრეთ კავკასიამდე და ევრატის აი ჭოროხთან. მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში საკმარისი მიზეზი გვაქვს იმისთვის რომ კვლევაძიება გავაგრძელოთ, უნდა ამას უბრალოდ დინჯი მუშაობა და მათ შორის ერთ-ერთი ძალიან ისეთ მოგრძავრებული ნაბიჯი იყო ეს გილგამეშიანის პროექტი, რომ ქართული თარგმანის თავისი ტრანსლიტერაციით ხელმისაწვდომი იყოს უკვე უცხოელებისთვისაც. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მიხაკო წერეთლის, ზურაბ კიკნაძის, ჯემალ შარაშენიძის, ეხლა გამოიცა ბატონი თამაზ გამყრელიძის აქადური გილგამეშიანის ტრანსლიტერაციები და ამ დათმობლივებით ვცდილობთ, რომ ეს ქართული ასირიოლოგიური სკოლა, რომელიც საკმაოდ ძველი არის, ვიტყოდი, რომ მაგალითად გილგამეშიანის თარგმანი გერმანული, ინგლისური და ფრანგულის მერე მეოთხე იყო მიხაკო წერეთლის 24 წლის თარგმანი, როდესაც
ითარგმნა და ეს ცოტა რამ ნამდვილად არა პიონერული თარგმანი არის და ითარგმნა ორი ლიტერატურის სოფლიო ძეგლია ისეთი რომ ბევრმა ინატროს ხო და მაგის ალბათ უწევს და იქ ურარტულში წერეთლების შრომები იგივე მიხაკოს გიორგის შემდეგ გვიან პერიოდში შუმერლში ბატონ ჯემალ შარაშენიძის ძალიან ფუნდამენტური შრომები მონობის საკითხზე იყო თუ არა შუმერში მონობა და არ იყო და ეს ასლად დამტკიცდა და მოკლედ სამუშაო საინტერესოა ბევრია და საინტერესო ხო და ახლა შენ როგორ რაბმაში ხარ ხვამთან შენი შუმერული გიგამეტი ხო ეს აქაც ფრთხილად ვიქნებოდი უფრო აქ ინტერესი მაქვს არქეოლოგიის ბატონ დავითს ვიცნობ და როცა თავისუფალი დრო გამოჩნდება მე თვითონაც მინდა რომ ეს არქეოლოგიური ცოდნა გავიღრმავო და ჩემთვისაც საინტერესო არის ეხლა თუ კი აღმოჩნდება რაიმე ხელს ჩასაჭირი მომავალი კვლევისთვის სასარგებლო იქნება ჩემთვის პირადად და ყველასთვის და ხო ჯერჯერობით ეგეც არის შედეგია ხო იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება საუბარი და სპეკულაციები თქვა და რაღაც ზოგჯერ ძალიან ფანტასტიკური ჟანრის თემებზე ხო რომლებიც ძალიან გვიყვარს ჩვენ იქნებ რაიმე წარწერა აღმოჩნდეს ხო მე თქვა რა თქმა უნდა მაგრამ ხო თუ არ აღმოჩნდა ეგეც საქმეა კი ბატონო წარმატებას გისურვებ ძალიან საინტერესოა რა ვიცი თუ კიდე რამე გაქვს დასამატებელი თქვენც გისურვებთ წარმატებას დიდი პროექტი არის თქვენი გიყურებთ მე და ჩემი მეგობრები და ყველას საუკეთესოს გისურვებთ დიდი მადლობა რა ვიცი ვცდილობ რომ რაღაც ცოტა რაღაც ხალხი დავაინტერესო რაღაც სადა თქვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი აი შრომას აგრძელებენ ეფექტით დიახ ნუ მიხრიგინებთ ამ ტელეფონში იმას რა ქვია ცოტა ხანი დაისვენეთ დრო გვაქვს შეზღუდულით ხო გიცხარი ხო რაღაცა კედლები გამოჩნდა უკვე და ხო ცოტა სულია სამუშაო ცდილობთ რომ დიდი ხეები არ დავაზიანო და ხეს ვიშლის და მოკლედ რა აი ამ ადგილებიდან თუ მოვახერხე და ცაგერში ჩავედი ხო მუზეუმში მე იქ მაქვს ჩაბარებული ამათი ნანახი ცულები და რაღაცა ისინი და აი რამე სამწუხაროდ აქ კვლავ გაითიშა ჩვენი კავშირი მაგრამ უკვე დღეს მე დაუკავშირდი დავითს და იგი სრულიად ახალ ადგილას აღმოვაჩინე აი მე ახლა გთავაზობ დღევანდელ ჩანაწერს და შემდეგ როგორც დათი დავკვირდა ჩვენ ამ ადგილიდან უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდეს თუ რას თხრიან რა იპოვეს და როგორ რა სადა ხართ ეხლა თქვენ რა ადგილას ხართ სიხის ძირში ეხლა ამ იმას ჰუმუს და კორდოვას რომ მოუხსნი და რო წამოვა პარარაქსიული ძეგლია რა აჰა რო წამოვა მასალა და ძალიან ბევრი წამოვა ხო მე გავაკეთოთ ისა რა შეხედე სხვა იმით სხვა ხო ეს არის ბათქაშები დამწვარის არის რა კედელი გადადიოდა რამდენიმე სამშენებლო დონეა რა აქ ხო ოღონდ კვარარაქსის ძველი ახალი აი ჭურჭელი ხედა კი ამას არ ვიღებთ მე უკვე პრეპარაციას რო დავიწყებ და აი ეს შეხედე აი ეს რო გაყვება ეს აი ეს თლიანად კულტურული ფენაა რა შეხედე რა ხელაზე გადეს და ამას რო გადავხდი ხო უამრავი რაღაცა წამოვა რა ვასიკო და მერე ჩავწეროთ თუ გინდა ჩავწეროთ მაგრამ ანონსის სახით ამას გავაკეთებ კი გავაკეთებ კი აჰა კი აი აუ რა კაი გადაცემა გააკეთე ნიკაზე რა მოგეწონა ძალიან თბილი იყო ბიჭო აი უყურეთ აი ეს შეხედავ ის არის რაღაცა ჭურჭლის პირის ნატეხი ხო კერამიკაა შეგარად ხო ესენი აი ამ გაწმენდაში აი ნახე რამდენი რა ჭურჭლის პირები სალესავები შეხედე ობსიდიანები ხო აქ ობსიდიანი არ არის ვასო არა ჯავახეთშია
ანუ ხო, ყველაზე ახლოს ხო. იქით სოფეთის ზეგანს არა ვიგებდა. ანუ ამათ იქ მიმოსვლა და კავშირები ქონდათ რა. რაღაც აღებიცემობაში იყვნენ. შედა რაში იყენებდნენ ობსიდიანს? იარაღად. ხო, ძალიან მაგარია ობსიდიანი, ხო. იარაღად, ვასო, რა ამისგან იარაღს ამზადებდნენ, საფხეკები, დანები, რავი, უამრავი რამე, ნანგლის პირები, ხო, ბევრ რამეში იყენებდნენ. გარემოსაც უთხილდებით, შეხედა ეს ბუჩქებია რაღაცა და ესე ავკაფავთეხვა და გაიზრდება სიმაღლეში. მოგისმენ, ეს არის ზედ ქსნის ციხის ქვემოთ, ხო? აი ქსნის ციხეს ხედავ? კი, კიდე მოატრიალე ცოტა მარჯვნივ. ხედავ თუ ვერა? ეს შეაბრუნე კამერა და ქსნის ციხე დაანახე რა. პირდაპირ ხაზით ვასო იქნება გამარჯობა. 300 მეტრი და 10 შეიძლება. აი აჰა. კი, გადასარევად. არა, მაგარია. რა მინდი გაქვთ? ფანტასტიკური. მაგარია. ვაჟე მაგარ. აი ის რომ მოჩანს ვასიკო იგი. ჯვარი რო ჩანს. ეგ უკვე თხოთის მთა. რისით მთა? თხოთის მთა, თხოთის. თხოთის, ხო. მირიან სადაც დაუბნელდა და სადაც ფარო ნინოს ერთი უნდა ვიწამო. და გარშემო სულ ყველგან სულ კულტურული ფენები და ნამოსახლარები და სამაროვნებია აქ სულ გარშემოაც. რა საინტერესოა, რატო ვითომ ეხლა კი ნაყოფიერი მიწები იყო მან? ბიჭო, არა, იცი რა არის, გზაჯვარი დინებია რა, ანუ სავაჭრო გზებია. სავაჭრო გზებია. ხო, და ამ ადგილს თვითონ ქვია ბოსელახევი. ბოსელახევი? ხო. აჰა. აი ეს ხევი რო ჩამოდის აქ ადრე რაღაცა ბოსლები ყოფილა მოგონი რაღაცა და ბოსელახევი ქვია რა. არა საინტერესოა. ახერ ალამაზი. ისე მაგარი შემოდგომა გაქვთ, ეხლა უნდა დაეშუროთ მაგას. ძალიან რა და ორი კვირა გვაქვს აი ამინდი პროგნოზით რა გრძელვადიანი და ორ კვირაში მე მგონი უნდა ჩავეტიო. არა მაგარია. და ძალიან მაგარ რაღაცებს გატვირთით მე და აი ის პირდაპირ დავიქით თები რო ის არის დიდგორი. აჰა. პარს გარმა. ლივერ, ყველაფერი ხო იღებთ არა? ნუ ისედაც იღებთ ხო ეხა რაღაც. კი. ხო, და რომ მე გამომადგება მე იმაში თვალსაჩინო. კი, გადმოგიყვით მე. უკვე რო ჩავალთ ფოტოებსაც და იმას გადმოგიყვით რა. ხო, აი ამ პატარა მონაკვეთზე 5 წლის წინ ვიმუშავეთ. გადასატანი კერიები, შვერილებიანი კერა, ჭურჭელი, უამრავი რამე ამოვიდეთ რა. ბრინჯაოს ნივთები და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის ძეგლია რა. ამაგარი ქვეყანა გვაქვს ნუ. ქართლია, მოსო. ქართლია. და თან ის ქართლია, სადაც გუში რამათეობნეოდი რა. აი ფაქტიურად აქ დაიბადა ეს ქვეყანა რა. წარმოიდგინე ახლა ჩვენ ვთქვით 60 საუკუნის ნასახლარს. 6000 წელს ვეფხვით. იმას რა გახსოვს? აი სულ ეგ მინდა რომ ვიყივლო ხოლმე რა მესისყრის ყივილი, მოყუშულ სიმწეებს მათრახად გადავკარი. რობაქიძეს რა. აი ნინოს ხო იცნო? ვერ ხედავდა. აი გამარჯობა. როგორ ახართ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? ნაუცარა. ეს ანანო. გამარჯობა. ჩვენი არქიტექტორი ეს კობა და ნიკოლოზი და ის კიდე შოთა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ესე ვარ რა. აბა როგორ ესე ვარ და თან ამ 64 დღეში გავმრავლდებით, უფრო მოგემატება ხალხი და მე გავაკეთოთ უკვე ისა რა. ოკეი. როგორც გერმანელები იტყვიან ფილშპას. ვერ თვითონ. Ja, mein Freund, ja. Ja.